კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პოზიცია ეთერშია და ტრადიციულად კვირის მთავარ თემაზე განსხვავებულ პოზიციებს წარმოგიდგენთ. დღეს ერთმანეთის პირისპირ ხელისუფლება და ოპოზიცია დასხდება. თემა შეთავაზებული დიალოგია, მეორე ნაწილში კი თქვენ მოისმენთ დედაქალაქის მერის პოზიციას. პოლიტიკური ჩიხი თუ პოლიტიკური დიალოგი ოპონენტების მოთხოვნას ხელისუფლება საკუთარი წინადადებით პასუხობს. რას თავაზობს მართველი გუნდი ოპოზიციას კრიზისიდან გამოსასვლელად? ქვეყანაში არის რთული სიტუაცია, გამოსავალთ ხედავთ, რომ შედგეს დიალოგი. გვაქვს სურვილი და ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან. ვინ თანხმდება დიალოგს ხელისუფლებასთან და ვინ ფიქრობს, რომ მართლმა გუნდმა დააგვიანა? რატომ ამბობს უარს დიალოგზე ოპოზიცია? მოვა დრო დიალოგის იმის მერე რაც წავას აქ. ყველა დიალოგი უნდა იმსახურებოდეს რეალურ ცვლილებას ქვეყანაში. ყველა ოპოზიციური პარტია უნდა მივიდეს და ყველამ ერთად მოусმინოთ რაზე არის წამსვლელი ხელისუფლება. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის პირისპირ დღეს პოზიციაში. დებატებში ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი დავით უსუფაშვილი. ჩემო ჯიგრებო, ჩემო ქართველო ხალხო! პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი. რამდენად შეიცვლება დედაქალაქის ცხოვრების რიტმი და როგორ უყურებს მთავარ გამზირზე დაგეგმილ აქციებს თბილისის მერი. ხელისუფლების და ქვეყნის ვალდებულება უზრუნველყოს ნებისმიერი პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვა. ვისაც უნდა რომ საქართველოს შედგეს როგორც ქვეყანა, უნდა გაემიჯნოს ნებისმიერ ძალადობას. მშვიდობიანი აქცია და პარალიზებული თბილისი. პროტესტის რა ფორმას ირჩევს ოპოზიცია დედაქალაქის ქუჩებში? უდარი ქალაქის თუ სინათლის ქალაქის მერი. 6 წელი მართლ გუნდში და 4 წელი თბილისის სათავეში. ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯეები, რაც არის შესაძლებელი. ჩვენი პროგრამა თბილისის სინათლის ქალაქის უფრო აქტიურ ფაზაში შედის, უფრო და უფრო მეტი უბანი ნათდება. გიგი უგულავა, რას ფიქრობს სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე? თბილისის მერი დღეს პოზიციაში. ასე ჩვენ ეთერში ვარ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ ნაწილს პოლიტიკური ჩიხი თუ პოლიტიკური დიალოგი რას თავაზობს მართველი გუნდი ოპოზიციას და ვინ თანხმდება და ვინ ამბობს უარს მოლაპარაკებებზე. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა მოგწანებისთვის და ბატონო მიხეილ, დავიწყებ თქვენგან, რადგან მართველი გუნდისგან წამოვიდა ეს შეთავაზება ამ კვირაში, რაზეც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან იყო პასუხი, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო, რომ დაგვიანებულია ეს შეთავაზება. ხომ არ ფიქრობთ, რომ მაინც არ იყო ამ წუთას და ამ მომენტში იმის დრო, რომ ასეთი შეთავაზება გაგეკეთებინათ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას და შეთანხმებულია ამ მოთხოვნის ირგვლივ? კიდევ ერთხელ საღამოშვიდობისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არათუ დაგვიანებული არ იყო, არამედ მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ დავიწყეთ გუშინ წინ ან რამოდენიმე დღის წინ ან თუნდაც იმ დღეს, როდესაც პეტრე ცისკარიშვილმა ეს განცხადება გააკეთა. თქვენ გახსოვთ, რომ ხელისუფლება დაწყებული მას შემდეგ, რაც დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომ ის აცნობიერებს იმ პრობლემებს, რომელიც არის ქვეყნის წინაშე, მას წარმოუდგენია, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა მას არ შეუძლია მარტო ის იქნება უმრავლესობა, მთავრობა თუ ხელისუფლება და თავაზობს ყველა ოპოზიციურ ძალას პარლამენტში, რომელიც შემოვიდა და პარლამენტში თუ შემდეგ რომელიც პარლამენტში არ შემოვიდა, თანამშრომლობას და ამისთვის ჩვენ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგით კიდეც. შეიძლება ეს ვიღაცას მოეწონა, შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონა, მე უბრალოდ ქრონოლოგია შეგახსენებ. ჩვენ შევქმნით ანტიკრიზისული საბჭო, შევქმნით კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და ვცდილობდით ყველა პრობლემატური საკითხი. ეს იქნებოდა საქართველოს პარლამენტის გაძლიერება. ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილიყო რეალური გარემო ოპოზიციის ქონოდა შანსი, რომ თავისი სიტყვა კაფიოთ ეთქვა და გაეტარებინა თავისი აზრი. ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯებს ვდგამდით და ამ გამოცდილებით მას შემდეგ, რაც დაიწყო არასაპარლამენტო ოპოზიციამ საუბარი, რომ მათ აქვთ თავისი მოთხოვნები, ჩვენ შევთავაზეთ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომ გაგვემართა დიალოგი ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე, რომელიც აწუხებს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს ძალიან უჭირთ, ძალიან ბევრი პრობლემაა და ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია მთელ საზოგადოებას თუ იქნება ერთად დგომა. ეს პრობლემები უკავშირდება როგორც ჩვენი ადამიანების ყოფას,
მათ დასაქმებას, მათ სოციალურ პრობლემებს, სტაბილურობას ქვეყანაში რო იყოს გარანტია უსაფრთხოების, ასევე უკავშირდება იმ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას, რომელსაც ოპოზიცია საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო აყენებდა. გასაგებია, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიცია თან ხვდება დიალოგს მხოლოდ ერთი პირობით, თუ ეს მოლაპარაკებები შეეხება პრეზიდენტის გადადგომას. ბატონო დავით, თქვენ რომ ხელისუფლებაში იყოს დღეს ასე რომ მივუდგეთ, დათანხმდებოდით თქვა ოპოზიციასთან პრეზიდენტის გადადგომაზე, ანუ საკუთარი გუნდის წასვლაზე. ალბათონო ნინო, ყოველგვარი ოპოზიციის თხოვნის და მოქალაქეების შეწუხების გარეშე ამნაბის გადავდგამდით. ვინაიდან ჩავთვლიდით იმას, რაც სრულად აშკარაა, რომ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის მეთაურობით არ ძალუძს ქვეყნის მართვა და ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. ამიტომ ნამდვილად არ შევაწუხებდით ამაზე არც ოპოზიციას, არც ჟურნალისტებს, არც საზოგადოებას, არც საერთაშორისო საზოგადოებას და მივიღებდით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორია, რომელიც ღირსეულია, რომელიც იქნებოდა ნაკარნახევი სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება დიალოგს, შეთავაზებას, უარს და ასე შემდეგ. მე გახლავართ ერთ-ერთი ხელმომწერი იმ დოკუმენტის, რომელიც ოპოზიციური პარტიების ერთმა ჯგუფმა გაავრცელა შემოთავაზების შემდეგ და ჩვენი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შემოთავაზება და ეს წინააღმდეგები არის უბრალოდ არაადეკვატური არსებულ ვითარებაში და ის ვერ ეხმიანება, ვერ წყვეტს იმ პრობლემებს, რომლის გამოც ქვეყანა ამ დღეშია და ხვალდაზე კიდევ უარესი გველის თუ არ იქნა სასწრაფო ცვლილებები. და ჩვენი ძალიან მკაფიოდ და ნათლად მიუთითეთ ჩვენ მზად ვართ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგისთვის ქვეყანაში ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი გზით შეცვლის თაობაზე. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ, ჩვენი არგუმენტები მოვახსენოთ კიდევ ერთხელ, თუ მან დღემდე ვერ გაიგო. ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი შეცვლის გარეშე. ეს ერთადერთი საკითხია, ეს არის ის საკითხი, რომლის გარეშე ჩვენ ვერ ვახერხებთ, ქვეყანა ვერ ახერხებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც მას აქვს. აქ იყო ნახსენები მაგალითად ანტიკრიზისული საბჭო, რომლის შექმნის დროსაც სხვადასხვა ეთერში შეგიძლიათ თქვენს არქივში ვნახოთ, ჩვენ ვამბობდით, მე ვამბობდი, რესპუბლიკელები ამბობდნენ დღეს ალიანსში გაწევრიანებული პარტიები ამბობდნენ, რომ ეს არის თამაში, ამით ჩვენ კრიზისს ვერ დავძლევთ. და ახლა ვხედავთ, ხო, რეალობაა. ანტიკრიზისული საბჭოთი კრიზისი ვერ დაიძლია. იმიტომ რომ ეს იყო არასწორად შექმნილი საბჭო, ეს იყო პიარ აქცია და ბუნებრივია დღეს ისევ კრიზისში ვართ. ასე რომ რა შეხედავთ გამოსავალს თუ თქვა სხვა საკითხზე არ აპირებს ოპოზიცია რომ დიალოგს აკეთებს. ძალიან მარტივია. ხელისუფლების მშვიდობიანი და კონსტიტუციური შეცვლა, ესაა კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმი. კონსტიტუციაში წერია პრეზიდენტის გადადგომის თაობაზეც. ეს კონსტიტუციური თემაა, ეს არ არის ჰარიდან მოტანილი თემა. კონსტიტუციაში წერია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც. კონსტიტუციაში ბევრი რამ წერია. მოქალაქეებს აქვთ უფლება დააყენონ თავიანთი მოთხოვნები ხელისუფლების წინაშე და ჩვენი ანალიზით ჩვენ მე მგონი ოპოზიციას და ხელისუფლებას ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანა არის კრიზისში და საჭიროა კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ ოპოზიციამ რაც არ უნდა დაგვაბრალოს ხელისუფლებამ, ჩვენი მოკლე თუ დაბინდული ჭკუით, რაც არ უნდა იყოს. მოვიფიქრეთ გამოსავალი ის, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში იმ ძალაუფლებით აღჭურვილი სააკაშვილის ყოფნა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მთელი დანარჩენი სახელმწიფო სისტემა არის არაეფექტური და იქცევა არასწორად. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენ მოვიფიქრეთ. ახლა ხელისუფლებას ვეუბნებით. თუ თქვენ გაქვთ კრიზისის დაძლევის სხვა სქემა, კონკრეტული მოდელი, გითხარით. ხელისუფლება როგორ იქცევა? 2 თვის წინ საუბრობდა მხოლოდ საარჩევნო კოდექსზე, მერე წამოვიდა კონსტიტუციური თემებზე დავილაპარაკოთ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები. ჩვენ ჯერ უნდა შევთანხმდეთ კრიზისი რაშია. კრიზისი იმაშია, რომ საქართველოში არ არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, საქართველოში არ არის დამოუკიდებელი მედია, საქართველოში ხელისუფლება არ არის დაბალანსებული. დიალოგს გთავაზობთ მართველი გუნდი, მოდით რა საკითხებზე დიალოგს? პოლიტიკურ საკითხებზე, ეკონომიკურ დიალოგში ამ ხელისუფლებასთან, აი საპარლამენტო ოპოზიცია იქნა ნახსენები, ხო? ანტიკრიზისული ჯგუფის ფარგლებშიც, საპარლამენტო დებატების ფარგლებშიც 8 თვეა ხალხი ერთმანეთთან დიალოგშია. რაიმე შედეგი ვნახეთ, ვერ ვნახეთ. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, ჩვენ ეს გამოსავალი მოვიფიქრეთ. გითხარით თქვენი გამოსავალი, რომელიც პირდაპირ სცემს პასუხს კითხვებზე, როგორ იქნება ხელისუფლება ეფექტური, დაბალანსებული, ანგარიშვალდებული, პარლამენტი არ იქნება 4/5 დაკომპლექტებული ერთი და მეორე პოლიტიკური ძალის მიერ, როდესაც მათივე გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ის აქტიური პოლიტიკური აქტიური მოსახლეობის 70% პარლამენტში არ არის წარმოდგენილი. თბილისის მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი პროცენტი.
75% პარლამენტში არ არის წარმოქმნილი. ესაა შედეგი ყველა იმ ნაბიჯის, რაც ამ ხელისუფლებამ გადადგა შარშან გაზაფხულზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არჩევნებზე რეპრესიული მანქანის გამოყენების გამო და ბევრი იმ პრობლემის გამო, რაზეც საუბრობ. კარგი, ბატონო მიხეილ, კონკრეტული გამოსავალი ეს ხელისუფლების ასეთი შედეგი არ ქონია ვთქვათ დიალოგს და მეორე ოპოზიცია სულ ამბობს რომ რაღაც ასე ვთქვათ ნდობის ფაქტორი არის ნაკლები ხელისუფლებასთან დიალოგის დროს ითქვა ისიც რომ ამითი დროს იყენებს ვთქვათ ხელისუფლება როდესაც იძაბება ქვეყანაში ვითარება თავაზობს ხოლმე დიალოგს ანუ თქვენი არგუმენტები რა იქნება ოპოზიციის ამბრალდებებზე და ამ შეთავაზების ასე ვთქვათ განმარტება უბრალოდ შეგახსენებთ რომ ეს არ არის პოზა ხელისუფლების იმიტომ რომ ამაზე საუბარი იყო საპარლამენტო არჩევნებამდეც და როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და როცა ბატონი დავითი საუბრობს და როცა ბატონი დავითი საუბრობს რომ ანტიკრიზისული საბჭომ ფაქტურად ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ მიიღო მე აბსოლუტურად ვერ დავეთანხმებ იმიტომ რომ ეს კრიზისია მეტი არაფერი არ მithქოს ბატონო დაასრულებინო ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ქვეყანას აგვისტოს აგრესიის მერე და იმ ეკონომიური პრობლემების მერე რომელიც მთელ მსოფლიოს დაატყდა საქართველოს ძალიან დიდ პრობლემების წინაშე აღმოჩნდით ამ პრობლემებიდან არის საჭირო გამოსავალი და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს გამოსავალი პირველ რიგში არის ქვეყნის სტაბილურობა და ამ სტაბილურობისთვის მზათა ვართ ჩვენ წამოვიდეთ დიალოგზე და კომპრომისზე რომ ჩვენ ერთად უზრუნველყოთ ქვეყნის გასვლა ამ რთული პოლიტიკური სიტუაციიდან ამ ეკონომიური თემების გადაწყვეტასთან ერთად თუ ოპოზიცია ხედავს და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ჩვენ ეს არ დაგვიწყია ეს დიალოგი სხვა შორის საარჩევნო კოდექსიც არ ყოფილა ეს თემა რომელიც თითიდან გამოწვევა ვიღაცამ ამ თემასთან დაკავშირებით მე მინდა უბრალოდ გაგახსენოთ რომ ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი რომ ის მზად არის აი საარჩევნო კოდექსი ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პრობლემა პოლიტიკური პარტიებისთვის და უნდობლობა ამ თემასთან დაკავშირებით მზათა ვართ შევქმნათ ჯგუფი და ვიმუშაოთ და ეს ნაბიჯიც ჩვენ გადავდგით ჩვენ არ ველოდებოდით რომ რაღაც ესკალაცია და დაძაბულობა მოხდებოდა მე ისევ ვიმეორებ რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ გზები რომ გამოვიდეთ ამ ურთულესი ეკონომიკური სიტუაციიდან შევქმნათ უფრო მეტი გარანტიები საქართველოს სტაბილურობისთვის სიმშვიდისთვის და ეს გარანტიები იყოს საქართველოს წინსვლა თუ ოპოზიციას მიაჩნია რომ მას აქვს თავისი განვითარების გზა ეს გზა უნდა იყოს დიალოგის მაგიდასთან უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს დიალოგით ურთიერთშეთანხმებით და არა დაპირისპირებით რომელმაც შეიძლება ჩვენ ქვეყანას უბრალოდ პოლიტიკური დაპირისპირება მოუტანოს და ეს ყველაფერი შემდეგ გადაიზრდება პოლიტიკური სკამების და პოლიტიკოსების ბრძოლაში სკამებთან დაკავშირებით ჩვენ ამას ვაცნობიერებთ ქვეყანა არის ურთულეს სიტუაციაში და მარტო ხელისუფლებას ნინო აქედან გამოსავალს ვერ მოძებნის იმიტომ რომ აქ ჭირდება ქვეყანას სტაბილურობა ერს ჭირდება გაერთიანება და ამ ერის იმ ადამიანებს ვინც მხარს უჭერენ ოპოზიციას ჭირდება ამ ადამიანებისგანაც ნათელი სიგნალი რომ ისინი ამ პრობლემების გადასაწყვეტად მზად არიან და ჩვენ მზათა ვართ რომ ყველა ის პრობლემა რომელსაც ეს ადამიანები აყენებენ საკონსტიტუციო რეფორმა და ამაზე სხვა შორის ბატონ დავითი თვითონ საუბრობდა ჯერ კიდევ შარშან გვიან შემოდგომაზე როცა პირდაპირ ეთერში პირდაპირ არ ვიყავით ასე მაგრამ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ვიყავით საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მედიასთან დაკავშირებით მე შემიძლია ჩამოთვალო ის რაც გაკეთდა პარლამენტში მაგრამ მეტია გასაკეთებელი ჩვენ მოსახლეობას გაცილებით უფრო უჭირს ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს და ამ პრობლემების გადასაწყვეტად ჩვენ მზათა ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და ეს ნაბიჯები არ იქნება მხოლოდ ჩვენ სასარგებლოდ და მე არ მგონია რომ არც ჩვენი ოპონენტები არ ფიქრობენ რომ მათ სასარგებლოდ ეს საბოლოოდ ჩვენ ხალხს უნდა გამოადგეს თუ როგორ გამოსავალს ჩაგეკითხებით და გაგოცი პასუხი და დიალოგის თემა მინდა რომ ამოვწურო და სხვა თემებზე გადავიდეთ დიალოგისკენ ასე ვთქვათ მოგიწოდეთ და რეკომენდაციები გასცა იგივე თბილისში მყოფმა მათიას იოშმა და მეთიუ ბრაიზა იყვნენ ახლა ბოლო ვიზიტორები ყოველთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ასე ვთქვათ რეკომენდაციაც ეს არის იგივე თქვენი ალიანსის წევრების მხრიდან მე მოვისმინე მახსენდება ესეთი კომენტარები რომ სააკაშვილის კუდიც კი უწოდეს მათიას იოშს ანუ ხანდახან კეთდებოდა არაკორექტული განცხადებებიც ხომ არ აღმოჩნდა ერთგვარად თქვენი ალიანსი უხერხულ მდგომარეობაში როდესაც ვიხსენებთ იგივე თქვენს კავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ძალიან ხშირად დიდი მადლობა ვიზიტებზეც ხართ ხოლმე და მინდა რომ ამ თემასაც შევეხო და პრესტიჟზე ზრუნვისთვის და დაგარწმუნოთ რომ ჩვენს ალიანს ამ თვალსაზრისით არაფერი არ ემუქრება განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ რომ ჩვენი პოზიციები რეკომენდაციები იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. მიუხედავად ჩემი პარტიის წემისა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ყველა ქვეყნის მთავრობისადმი უბრალოდ უხერხულია, როდესაც ცივილიზებულ ქვეყანაში
რაღაცის პრეტენზიის მქონე საზოგადოებაში ვინმეს უხდება საუბარი იმაზე, რომ დიალოგი აუცილებელია, კომუნიკაცია აუცილებელია, ეს ზოგადად საკმაოდ უხერხული თემებია და მე ყველას ურჩევდი ასეთ ზოგადი განცხადებებისგან თავი შეიკავოს და ქართველებს და საქართველოს ამას ნუ გვაკადრებენ. თუ კონკრეტული გამოსავალი აქვს და კონკრეტული რჩევა გვითხრან, მაგრამ ის რომ ყველა საკითხი საბოლოო ჯამში ეს არის ქართველი ერის გადასაწყვეტი, დიალოგის საგანი, შეთანხმების და მოლაპარაკების საგანი, ამას მე მგონი დიდი სარჭირდება განსწავლულობა პოლიტოლოგიაში თუ რამე სხვა მეცნიერებებში. აქ სხვა რამეშია საქმე. ბატონი მიხეილი ბრძანებდა იმაზე, რომ ჩვენ აი მაგალითად საარჩევნო კოდექსზე დეკემბერშივე დავიწყეთ საუბარიო, რომ აი მოდი ეს გავაკეთოთ. მე მინდა ტელემაყურებელს შევახსენო დეკემბერი ეს რა თვეა. ესაა თვე, როდესაც ორი არჩევნებიდან გასულია ერთიდან 5 თვე, მეორედან 8 თვე თუ 9 თვე. ესე იგი ხელისუფლება რას გვეუბნება? დიახ, ჩვენ არჩევნების წინ ჩვენ თვითონ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე, თქვენი აზრის გათვალისწინების გარეშე დავამახინჯეთ საარჩევნო კოდექსი, გავაფუჭეთ. ამ გაფუჭებული კოდექსის საშუალებით ჩვენ უზრუნველყავით, რომ პრეზიდენტს მიეღო ის 53% ვითომ, პარლამენტში 4/5 შესულიყო ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც ახლა ასე მიამიტი სახეებით გვეუბნებიან, თურმე როგორაა საჭირო, რომ პარლამენტში იყოს სხვა ძალებიც, ოპოზიციაც, ხალხის წარმომადგენლობა. როცა კრიტიკული მომენტი იყო, მაშინ ეს გააფუჭეს ეს კოდექსი. იმიტომ დეკემბერში აბა რაღაცა გამოსასწორებელი თუ გაფუჭებული არაფერია. ახლა გვეუბნებიან, მოდი დეკემბერში ეს გამოვასწოროთ. მერე 3-4 წელი თქვენ ამით გახარებულები იყავით. მოვა ახალი არჩევნების დრო, ჩვენ გვაქვს 4/5 პარლამენტში, რასაც მინდა შევცვლით იმაში, ისევ ჩვენ დავრჩებით, მერე ისევ ვილაპარაკებთ ასე შემდეგ. უბრალოდ ასეთი დამოკიდებულება ეს არის უხერხული და ქართული საზოგადოება ტელემაყურებელი საკმაოდ კარგადაა გარკვეული ამ ნიუანსებში და აღარ ტყუდება ეს ხალხი. ამიტომაა რომ 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი აპირებს ქუჩაში გამოსვლას. ჩვენ 7 დღის განმავლობაში საერთო სახალხო პლებისციტის ჩატარებისას 600,000-მდე მოქალაქეს მივაკითხეთ, აქედან 420,000-მა მოგვიწერა ხელი პლებისციტზე. მინდა და მეკითხა კიდეც 87% დაახლოებით 380,000 მოქალაქე ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პირობებში სხვა გამოსავალს ხალხი ვეღარ ხედავს. ეს არ არის მარტო ჩემი პოზიცია. რადგან პლებისციტი ასეთ ვითარებაში თუ შეიძლება და პლებისციტი სიამოვნებით. ასეთ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ესეც უხერხულია. ახლა მე ვინმე შემომიძახოს, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. რა თქმა უნდა, სტაბილურობა სჭირდება. და ამ ხელისუფლებამ ქვეყნის სტაბილურობა რომ ვერ უზრუნველყო, იმიტომ უნდა წავიდეს. როდესაც სასათბურე პირობები ქონდა ამ ხელისუფლებას, სტაბილურობა ვერ უზრუნველყო. ეკონომიკაზე და დასაქმებაზე გველაპარაკება ეს ხალხი. ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიოში ბევრი ქვეყანა დააზარალა. საქართველოსაც მოწვდა ეს ტალღა. მაგრამ საქართველოს მოწვდა საერთაშორისო დახმარების უპრეცედენტო პაკეტი. მილიარდობით დოლარი შეგვპირდა ჩვენ სოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნები დახმარებისთვის. ეკონომიკური კრიზისი, სოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო არ არის. ეკონომიკური კრიზისი იმის გამოა, რომ ეს ხალხი ბიზნესს ატერორებდა და ატერორებს დღესაც. ჯოზეფ კეი ცნობილი მოვლენა ქართულ ბიზნესში. როგორ ხდება ეს ამბავი, რომ ყველა საეჭო გარიგებაში ეს ერთი ადამიანი ფიგურირებს. მაშინ, როდესაც იგივე გოჩა ძასოხოვი, რომელსაც პრეზიდენტი დაატარებდა წინ და უკან წლების განმავლობაში და ლენტებს ჭრიდა მის დაარსებულ ქარხნებში. როცა რაღაცა უთანხმოება მოხდა მათ შორის, მერე მთელი ქარხნები გაუჩერეს, წაართვეს 18 მილიონი დოლარი, ამბობს ეს კაცი, მე ჩემი ხელით მივუტანე კეზერაშვილს სამინისტროშიო. ამ სიტუაციაში ისე არაკეთებ ბრალდები საკმაოდ ესეთ განცხადებებს აკეთებს და უნდა გავაკეთებინო განცხადება ბატონ მიხეილს საუბარი ბიზნესმენების რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უკაცრავად დასაქმებაზე ველაპარაკება ესაა. არა, როგორ უნდა დავასრულო? დასაქმებაო. რითია დასაქმებული დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები? ბატონ მიხეილ, გავცეთ პასუხი, მოდით. დაშლით. გვიპასუხოს ბატონმა მიხეილმა, ბატონო დავით. გაყიდის ამ ქარხნას. რითია დასაქმებული მეტალურგიული ქარხანა, საუბარი იყო ბიზნესის წნეხზე, ბატონო მიხეილ ისმენს. სტაბილურობა, რომ იყოს ამ ქვეყნის განვითარების საშუალება, საჭიროა ხელისუფლების შესწავლა. მადლობთ. პირველ რიგში მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს მიამიტი სახე და არ იყო ჩემს მიმართ. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო კორექტული და იგივეს მოგიწოდებთ, იმიტომ რომ შეურაცხყოფით და ნიშნის მოგებით საუბარი საერთოდ არ უნდა ახასიათებდეს ადამიანს. თქვენ იყავით მონაწილე იმ პროცესში და ამიტომ მოგმართავთ. მე მინდა შარშან გაზაფხულზე თქვენი მონაწილეობით იქნა მიღებული ის კოდექსი, რომელიც აღმოჩნდა ცუდი. მე მინდა გისმენთ ბატონო მიხეილ. ნინო, კიდე ერთხელ დაუბრუნდე იმ თემას, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როცა საქართველოს მეგობარი უცხოელი გარკვეულ რეკომენდაციას მოგცემს და გასწავლის ამბანურ ჭეშმარიტებას, რაც მე და ბატონ დავითს არ უნდა გჭირდებოდეს, რომ ამ ქვეყნისთვის განვითარებისთვის საჭიროა შეთანხმება და შეთანხმებულად
ბრძოლა შემდგომისთვის, იმიტომ რომ შეუძლებელია დაპირისპირებით, შუღლით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ. იმიტომ რომ მათიას იორში და მეთიუ ბრაიზამ შეიძლება ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ეს ყველაფერი ნანახი აქვს ტელევიზიით წაკითხული აქვს, მაგრამ მე და დათოს ეს ყველაფერი განცდილი გვაქვს. ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს თავზე, ჩვენ არ გვჭირდება ამ მიმართულებით ვიღაცის შეხსენება და ამიტომ არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გზა მოვძებნოთ ურთიერთ და არა დაპირისპირების, არამედ დიალოგი გასაგებია, თუმცა კონკრეტული ბრალდებები გამოითქვა ბატონო. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ რა, მე ვერ გეტყვით, საიდან ქონდა 18 მილიონი გოჩა ძასოხობს, რომელი სეიფიდან მოიტანა ან საიდან წამოიღო ეს ფული. მე ვერ გააკეთებია, იმიტომ რომ 3 წელი მფარველობა მე ვერ გეტყვით. მე აღარ მოეწონა. მე ვერ გეტყვით. კონკრეტულად ვერ გეტყვით ამ ადამიანის 18 მილიონი თუ მეტი მილიონის წარმოშობას. რა საახე აქვს, როგორ სააკაშვილს კითხეთ, იმან ის ყველაფერი გაქვს. ვისთან დაქონდა? მე სხვა რამეს გეტყვით. მე ერთი რამე ვიცი, რომ დღეს თუ ხვალ ქუთაისში გაიხსნება ახალი ინდუსტრიული ზონა, სადაც 15000-მდე ადამიანი დასახლდება. ზონას რუსთავს რატო ანგრევთ? მე ვიცი რომ რუსთავში გააკეთეთ ყველაფერს და მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ, ჩვენთან ერთად გააკეთეთ, რომ ის პროცესი, რომელიც აი სასუქის დარიგებას უკავშირდებოდა, ეს კი არ იყო, რომ ჩვენ რაღაცა პოპულარობის მოხვეჭა გვინდოდა, არამედ ჩვენ გვინდოდა რომ ამ ადამიანებს რამოდენიმე 1000 კაცს შენარჩუნებულიყო. სასუქი დაურიგეთ იმ ხალხს, ვისაც სასუქი არ ჭირდებოდა და მე ბაზარზე ყიდი დავაცადოთ საუბარი, იმიტომ რომ მე სხვა თემებსაც მინდა შევახო და ისმენთ ბატონო ხელ. მით უმეტეს შენთან ძალიან პატივისცემით ვიყო და ვცდილობ რომ შენ აზრი მოვისმინო და მე ძალიან ვთხოვ ჩემი აზრი მოვისმინო. იცი რა, ჩვენ ეს იმიტომაც გადავდგით, რომ ერთი რომ სოფლის მეურნეობას დავხმარებოდით და მეორე იმ რამოდენიმე 1000 ადამიანს არ დაეკარგა სამუშაო ადგილი. ჩვენ გთავაზობთ ამ სფეროებში მუშაობას. თქვენ გაწუხებთ კონკრეტული საკითხები, მედია საკითხების, სასამართლო რეფორმის საკითხები. ჩვენ გზათავართ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე მინდა რომ პოლიტიკურ ნაწილზე ვისაუბრო და ოპოზიციის გეგმებზეც ერთია მართველი გუნდის შეთანხმება. ხელისუფლების შეცვლას. ეცეთ რა, არავინ არ დაბადებულა და პოლიტიკოსის მანტია ეს არ არის ყველაზე სასიამოვნო და ეს ყველაზე ბოლოა, მე თუ მკითხავ რა, ჩვენ პოლიტიკოსობა უნდა დავივიწყოთ და რეალურ პრობლემებზე და თუ ჩვენ საუბრობთ თუ როგორ შეიცვალოს ყველაფერი და ხელისუფლება შეიცვალოს დემოკრატიულად და სწორად და ქვეყანა არ აღმოჩნდეს იმ ქაოსში, როგორიც იყო 91-12 წლებში, შემდგომ წლებში, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და მე რას გთავაზობ და რას გეუბნებით, რომ გითხარით თქვენი საკითხები ჩვენ მზათავართ იგვის გამო რომ ვაცნობიერებთ ამ პასუხისგებლობას და მე ვიცი ნამდვილად ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა ძალიან ბევრი ადამიანი მართლაც რთულ მდგომარეობაშია და ამ ადამიანს უნდა რომ თავისი პროტესტი დააფიქსიროს და ბევრი ადამიანი მოვა ამ თავის პროტესტის დასაფიქსირებას რომ ამ ადამიანებისთვის რომ გამოსავალი მოვძებნოთ მოვიფიქროთ როგორ მოხდეს რომ შევთანხმდეთ ჩვენ იმ საკონსტიტუციო მოდელით რომელიც გააერთიანებს იმ ადამიანებს ვინც მოვა პროტესტით და იმ ადამიანებს ვინც სახში დარჩება. მოდით ვახსენეთ ეს აქციები და ოპოზიციის გეგმებზე გადავიდეთ. ერთი წუთით. ყველაფერი დარჩება რომ ჩვენ მოვძებნეთ კომპრომისი თუ როგორ მშვიდობიანად და ნორმალურად წარიმართა პროცესი და არჩევნების შედეგად მოვიდა ის ძალა რომელიც იმსახურებს მხარდაჭერას. ბატონო მიხეილ, დღეს ოპოზიცია მე მინდა რომ ოპოზიციის გეგმებზე ვისაუბროთ. ის კონფიგურაცია რომელიც კი ბატონო უზრუნველყოფს რომ ქვეყანაში დაპირისპირება კი არ იყოს ყველა საკითხებზე, არამედ დაპირისპირება იყოს იმისთვის თუ როგორ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯი, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, უფრო მეტი სოციალური გარანტია შეიქმნას. მე გასაგებია, თქვენ ახსენეთ და პრობლემები. თქვენ ახსენეთ 9 აპრილის, სადაც თქვენ წელოდებით ბევრ ადამიანს. ძალიან მოკლე პასუხი ბატონო დავით. წინადადებით 3 წინადადებით. მე ამ ყველაფერს მოვისმენდი დიდი ყურადღებით, რომ არ ვესაუბრებოდე იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელს, რომლის გამოცდა, რომლის მეშვეობითაც ვართ ამ დღეში და რომლებსაც ჰქონდათ უნიკალური შანსი შარშან გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნებსა და საპარლამენტო არჩევნებს შორის, რომელსაც ოპოზიციამ გამოავლინა დიდი პასუხისმგებლობა, უზარმაზარი რაოდენობა ადამიანების არ წაიყვანა უპასუხისმგებლო ნაბიჯზე, მათ მიეცათ საშუალება რომ საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინათ ნორმალურად და მართლაც ქვეყანა დალაგებულიყო, დამშვიდებულიყო. მათ ჰქონდათ საშუალება გაეკეთებინათ ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი იანვარში თავად გვეუბნებოდა ჩვენ. გადავიდიყო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან. ამითი გავხდაიყო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და მიეცა საშუალება პოლიტიკური პარტიებისთვის თავისუფალ კონკურენციულ რეჟიმში გადასულიყვნენ. ის თვითონ ამბობდა კონსტიტუციური ცვლილებების გზით შეიზღუდავდა თავისუფლებას. ის ამბობდა რომ იქნებოდა სერიოზული გადადგა და ნაბიჯები, კარგი მიხეილ, ის შემოტანილი ცვლილებები, კონსტიტუციური ცვლილებების ის რას ემსახურება ეს ვიცი. მოდით ახლა ვისაუბროთ დაგეგმილ მოვლენებზე. ძალიან გთხოვთ 9 აპრილია წინ და მე მაინტერესებს ოპოზიციის გეგმებზეც დაგისვათ შეკითხვა ბატონო დავით. პირდაპირ ეთერში მე ეს საკითხი გადავეცი ბატონ გოგა გაბაშვილს. დიახ. კონკრეტული ადამიანის პრობლემა.
პრობლემა სწორედ ამაში ამ ხალხს კონკრეტული ადამიანის პრობლემები არ აინტერესებს. ზოგადად ეხმარებიან ბევრი რამს. კონკრეტული ძალიან შევსწავლოთ ასეთი საუბარი. სოლომნიშვილის საკითხი, რომელიც სულ მოგზავი წერს და რომელსაც შეუწყვეტეს დახმარება, იმიტომ რომ ტელევიზორი ათხოვა მეზობელმა. მე მქონდა ესეთი მოვალთო, 1 წლის მერე მოვალთო და შეგამოწევ თვითონ კაბინეტს. ბატონო დავით, გაწმუნებ. დავასრულეთ ეს თემა, დავასრულეთ. კი ბატონო, გამოგართვეთ ნიშნიშნულებით. გადაცემა უცილებლად. მაგრამ გაწმუნებთ. აი ამ ერთ ადამიანს დაეხმარეთ. დათო, ასეთი პრობლემა არის ძალიან გადმოგცემთ. დაპირებები შეგიძლიათ. ბატონო დავით, დავასრულოთ ეს თემა, იმიტომ რომ უნდა გადავიდე პოლიტიკური საკითხებზეც. რომ ჩვენ ამაში ეს მაინც კი არ დაუპირისპირდეთ და ჯინაზე კი არ ამისთვის არსებობს ინსტიტუტები. დაასრულებინეთ. ძალიან ჩვენ ორი წინადადებით ბატონო მიხეილ. უკეთოთ ეს ყველაფერს. თქვენ მეტყვით ამ პრობლემას და მე ვეცდები დავეხმარო და დავეხმარები იმ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს უნდა იყოს არა ნიშნის მოგებით, რომ აი მე შენ ეს გაჩვენე. მე შევდაეხმარ ამ ხალხს. ბატონო დავით, ვასრულებ ამ თემას, იმიტომ რომ ადამიანებს აინტერესებთ მოსალოდნელი მოვლენებიც და აქციები. ბატონო მიხეილ. კი ბატონო, მე გეუბნებით რომ მზათა ვარ. არა მარტო არა მარტო 10,000-ობით ადამიანი, რომლის ბატონო დავით და ბატონო მიხეილ, მოგიწოდებთ რომ დავასრულოთ ამ თემაზე, მე უნდა დავსვა შეკითხვა. თქვენც ახსენეთ 9 აპრილის აქციები ნამდვილად და მაყურებელიც ვეღარ გაიგებს. გადავიდეთ, მადლობთ. დღეს ოპოზიციამ განაცხადი შეიტანა, იმიტომ რომ უკვე 5 დღე რჩება თქვა 9 აპრილამდე, სადაც ასე ვთქვათ შეტყობინება იყო მერიაში, 9-დან 16 აპრილამდე გაიმართება აქციები. ხელმომწერი არის კონსერვატორები და კოკა გუნცაძე თუ არ ვწდები. ანუ თქვენმა ალიასმა ამას ხელი არ მოაწერა, ანუ კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა, რომ თქვენ ორგანიზატორებს შორის არ ხართ ამ აქციის. რაზე ასე ვთქვათ ერიდებით პასუხისმგებლობის აღებას ბატონო დათო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად კეთდება ხაზგასმა, ვინ არის ორგანიზატორი და ვინ არა ამ აქციების. გაბატონებთ, ძალიან ბევრს ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ უნდა ხედავდეს შავ და თეთრ ფერს. არის ბოლშევიკები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და მენშევიკები, რომლებიც რაღაცის იბრძენ. სიამოვნებაში ცხოვრება სხვანაირია და ესაა სწორედ დემოკრატიის ჩანასახი ამ ქვეყანაში, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ შესაძლოა საერთო მიზნები, მაგრამ განსხვავებული ხედვები. 9 აპრილთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩვენ ალიანსმა გამოვაცხადეთ ძალიან კომპლექსური გეგმა ჩვენი საქმიანობის, მათ შორის პლებისციტი, რომელზეც წავსაუბრობდით და თუ კონკრეტულად გაინტერესებთ სიამოვნებით. ჩვენ როგორც გითხარით 380,000 მოქალაქის ხელმოწერა ამ კონკრეტულ საკითხზე დავდეთ ასე ვთქვათ ჩვენს წვლილად იმისთვის რომ ხელისუფლებამ ეს გაიგოს და გაიაზროს ყველას ვთავაზობთ მოვიდნენ გადაამოწმონ ჩვენი ხელმოწერები და ვთქვათ ნებისმიერი კონტროლი თუ არ ვიცი განახორციელება. ბევრად უფრო ხმაურიანი იყო განცხადებები ამ პლებისციტზე, როდესაც დაიწყეთ ასე ვთქვათ პირველი პოლიტიკური ნაბიჯი თქვენი ერთობლივი ალიანსის ბატონ დავით ეს იყო და მე მახსოვს 31 მარტს, იმიტომ რომ ჟურნალისტი ვარ, მხოლოდ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა თქვენი ალიანსი. რატომ ჩავარდა ეს პლებისციტის პროექტი თქვა თქვენი მხრიდან? როგორ გეკადრებათ? პირველ კონფერენციებით არ მოგაწყენთ და საჭირო დროს ყველაფერს ვიტყვით და გავაკეთებთ. ჩვენ დასახელებული ყოველ დათქმული დრო იყო 31 მარტიდან. 31-ში ჩვენ გამოვაცხადეთ შუალედური შედეგები. მხოლოდ ერთი კვირა მუშაობდით ამ თემაზე საქართველოს ყველა რაიონსა და სოფელში. ვინაიდან 9 აპრილი ახლოვდება და უკვე სხვა თემები შემოვიდა, ჩავთვალეთ რომ ამ პირველი ეტაპისთვის 380,000 ხელმოწერა კიდევ იმეორებ ერთი კვირის განმავლობაში შეგროვებული. ეს არის ამ წუთისთვის საკმარისი შედეგი. ჩვენ ამ საკითხს მიუბრუნდებით საჭიროების შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვერ გაიგებს ამ ადამიანების ხმას. და პასუხი ჩემს კითხვაზე უფრო მოკლედ თუ შეიძლება რატომ არ ხართ ორგანიზატორებს შორის ასე ვთქვათ, რატო იმიჯები გამოცხადებული იყო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ როგორც აი ამ დატვირთვის თარიღი. ჩვენ 9 აპრილს განვიხილავთ როგორც ძალიან მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ თვლით რომ ამ დღეს ყველა მოქალაქე, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის წინსვლა, უნდა შეუერთდეს ამ აქციას, ესაა ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ისაა რომ აქცია ნებისმიერი 9 აპრილის და ნებისმიერი სხვა უნდა იყოს კონსტიტუციური და კანონის ფარგლებში, უნდა იყოს მშვიდობიანი და უნდა იყოს შედეგიანი. ეს აქციები არ არის გასათობი ამბავი, სადაც ადამიანები მოდიან და მიდიან. ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული შედეგები. ამ თემაზე მიდის კონსულტაციები აქციის ინიციატორებთან, ბატონ ირაკლი ალასანი ამ წუთშიც იმყოფება მათთან და მიდის ძალიან აქტიური საუბრები. ამიტომ ჩვენი პოზიცია და მონაწილეობის ხარისხს და ფორმას საზოგადოებას ვამცნობთ. მას შემდეგ და იმ მომენტში, როდესაც გაირკვა კონკრეტული სქემა ზოგადად 9 აპრილის დატვირთვის და შემდგომი განვითარება. მადლობთ. შეიძლება ჩვენც თქვა რა თქმა უნდა და ჩაგეკითხებით კიდეც ხელისუფლება თქვა რაზე იღებს პასუხისმგებლობას ამ აქციების დღეებში, როდესაც საუბრობთ ორი მხარის პასუხისმგებლობაზე. ჩვენ როდესაც ვთავაზობთ დიალოგს და
ვთავაზობთ ჩვენს მეგობრებს და ოპონენტებს, რომ მოდით კონკრეტულად დავანახოთ საზოგადოებას რა. არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს და ეს უნდა იყოს ნაბიჯები, მაგრამ ამ საკითხების გადაწყვეტის პარალელურად უნდა მივხედოთ რეალურ პრობლემებს, რომ ქვეყანა იმაზე რთულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს ამ ჩვენ დაპირისპირებაში, ვიდრე დღეს არის. ეს არის კონკრეტული საკითხები დასაქმებაზე, სამუშაო ადგილებზე, სოციალურ საკითხებზე. ზეიდან და 9 აპრილამდე მეუბნები დასაქმებაზე ვლაპარაკობ. ესე იგი, დათო, მე ძალიან გთხოვ რა, მე ვცდილობ, რომ ძალიან კორექტულად და ვისაუბრო ყოველ შემთხვევაში ვისაუბრო, ჩემი შემოთავაზება გითხრა და ნიშანი არ მოვიგო ამაში, იმიტომ რომ ნიშნის მოგებით და პოლიტიკური რაღაც ანგარის მე საბოლოოდ მე მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ, მოგიწვიეთ ქალბატონო და ვისაუბროთ მე ჩვენ მოვზემნოთ გამოსავალი იმ 10,000-ობით თუ 100,000-ობით თქვენ მხარდამჭერისთვისა და იმ 10,000-ობით თუ 100,000-ობით ჩვენი მხარდამჭერისთვის, რომელიც ან ერთად უნდა გავიყვანოთ ამ რთული მდგომარეობიდან, ან ერთად გადავეშვათ ქაოსში. იმიტომ რომ დაპირისპირებამ ჩვენ ისტორიაში, უმოკლეს ისტორიაში დაგვანახა რა შეგებებმა მივყავართ. ჩვენ, ნინო, მიგვაჩნია რომ დღეს საუბარი რიგანაში არჩევნებზე მაშინ, როდესაც არანაირი პირობები შექმნილი, რომ თუნდაც ნდობა იყოს ამ არჩევნების მიმართ და დათომ საყვედურობდა, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც ვფიქრობდით, რომ იანვარში მივიღებდით საარჩევნო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა და ის 50 დრაკონული, რომელსაც ჩვენი კოლეგები მხოლოდ თქვენ. ჩვენი კოლეგები შეიცვალა ყოველ შემთხვევაში, არ მოგწონთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეხლა მოუმზადებლად ამ აქციების ჩატარება, ამ არჩევნების ჩატარება, როდესაც არ არის ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ, როდესაც არ არის ნდობა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, არის ფულის ხარჯვა პოლიტიკოსებზე და არა ხარჯზე. მიგვაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის გაჩერებას, რომელიც ისედაც ძალიან მყიფე მდგომარეობაშია და რომ არა ის უცხოური დახმარება, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად შემოვიდა, ჩვენ გაცილებით რთულ სიტუაციაში ვიქნებოდით და უფრო მეტ არასტაბილურ ვითარებას შექმნეს და უფრო მეტ დაპირისპირებას შექმნის. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ამიტომ ვთხოვთ, რომ ჩვენ, მეგობრებო, ერთად გავიაროთ ეს გამოსავალი და ჩვენი თანამოქალაქეები, თქვენი 100,000-ობით ხარდამჭერი და ჩვენი ხარდამჭერი ერთად გავიყვანოთ ამ რთული კრიზისიდან და მე იმ ადამიანებმა გააკეთონ არჩევანი. მოსწონთ მათ პოლიტიკოსი დათო უსუფაშვილი. კი ბატონო, დათო უსუფაშვილმა წარმართოს შემდგომი საქმიანობა, შემდგომი 4 თუ 5 წელი. ბატონო მიხეილ, ტექნიკურად უკაცრავად ჩაგეჭერით, მაგრამ სწორად მინდა გავიგოთ თქვენი აზრი. თქვენ ბრძანებთ, რომ ვინაიდან ტექნიკურად ეს საკითხები არ არის მოწესრიგებული, სხვა საარჩევნო კოდექსის თემა, თავად საარჩევნო სისტემის თემა, საკონსტიტუციური თემა, თავისუფალი პოლიტიკური კონკურენციის თემა, მედიის თავისუფლება, სასამართლოს თავისუფლება, პოლიციის არჩევა, პოლიტიკურ პროცესებში. ის საკითხები, რომელიც თქვენ გაწუხებთ. მე კი არ მაწუხებს, კაცო, ქვეყანას აწუხებს და თქვენ აღიარებთ კრიზისს. საკითხები, რომლებიც დევს მაგიდაზე, თქვენ ამბობთ, რომ ამისი სწრაფად მოგვარება რადგან ვერ ესწრება, ამიტომ არ მინდა არჩევანი. არა, ერთად დავავაზობთ, მე თავაზობ, ბატონ მიხეილს, რომელსაც დიდი გამოცდილება ყველა ამ საკითხზე მუშაობის და ყველაზე არ მაქვს ნამდვილად. როგორ არა პარლამენტში ხარ, რაც დაიბადე მგონია კაცო და ყველა კანონი იქაა მიღებული. დათო, დავიბადე, არ დავიბადე. ხო, ხვდები რას ვამბობ. ეხლა ამას მოვუარყოფ, წეგან თქვი, მე ამიტად გამოიყურება მე თქვენს მიიღო შეურაცხყოფა. ახლა გეუბნებით, რომ გამოცდილი პარლამენტარი მზადებით და ყველა ამ საკითხში ხარ კომპეტენტური. რამოდენიმე დიდი მადლობა. თქვენი შეთავაზება ამ არჩევნის ხარდაჭერით მოვხდი იქ და არა იმიტომ რომ მე მოდი ამასში ცოტა შევიტან, მაგრამ რა მნიშვნელობა მე კომპეტენტურობაში ბეჭვი არ ვიყარება თქვენს. დიდი მადლობა. ამ საკითხების მოგვარება, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. ეს უბრალოდ ტესტი ჩავატაროთ რა. ცადოთ. კი ბატონო. მითხარით დრო, ადგილი, საათი. დაახლოებით 3 საათიანი შუალედი. დიახ. და იმ 3 საათის ბოლოს. დიახ. ჩვენ დავდოთ კონკრეტული ქაღალდი. დიახ. აი ყველა ამ პრობლემურ საკითხზე, რომელიც ხელს უშლის დიახ. რაიმე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და საჭირო ნდობის აღსადგენას. რას გულისხმობთ? 3 საათში საარჩევნო კოდექსის განხილვას? საარჩევნო კოდექსის პრინციპები, პოლიტიკური რეპრესიული მანქანის მოხსნა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის დამოუკიდებლობა, რომ თქვენ არ იყოთ ხოლმე იმ უხერხულ სიტუაციაში, როცა გეკითხებით, ვინაა თქვენი მესაკუთრე ამ ტელევიზიის და ვერ მეუბნებით. ხო ვერ მეუბნებით სამწუხაროდ. არა, ირაკლი ჩიქოვანი მაგალითად ერთ-ერთი, რომელიც ჩვენი გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი გავიგე, მესაკუთრე ვინ არის ტელევიზიის? მესაკუთრეც არის ირაკლი ჩიქოვანი. კიდე ვინ არის? კიდევ არის კომპანია და არ არის აუცილებელი ყველა ვიცოდე მე პირადად. რაღაც ხალხატონი რომ ეს არ არის აუცილებელი ჟურნალისტი ძალები ყველაფერი იცით ამ ქვეყანაზე და ყველაფრის ინტერესია. მე მგონი ეს არ არის არ მესმის, თუმცა ეს პროცესი საგიშნით რომ თქვენი აზრები აქ პირდაპირ ეთერში გამოთქვათ. ჩემი აზრები გამოთქვა გარკვეული მიმართულებით, ეხლა ამაზე ნუ ვიკამათებთ. ტელეკომპანია, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს ერთ-ერთი წამყვანი და პირველი მაუწყებელი ქვეყანაში, მისი მესაკუთრის ვინაობა არ ვიცით. აი მე თქვენ გეუბნებით, მომივიდა ინფორმაცია, რომ ამის მესაკუთრე ერთ საეჭვო ადამიანია. თუმცა მე დაგისახელებ. მოსკოვში
პოლონეთში ცხოვრობს და საერთო ინტერესები აქვს საქართველოში. არ გაინტერესებთ რომ იცოდეთ რომ ეს ასე კი არა სხვანაირად არის, მაგრამ მე თქვენ არ გეუბნებით ახლა ბატონ მიხელის მიმართ. გასაგებია, მოდი. ყველა ამ თემაზე. დიახ. 3 საათის განმავლობაში თუ იქნება თქვენგან კეთილი ნება. მე გარანტიას გაძლევთ რომ ჩვენ მოვნახავთ კონკრეტულ გამოსავალს და ამ პრობლემების მოგვარების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სამართლიანი თავისუფალი არჩევნების ჩატარება და მოსახლეობის მიერ თავისი ნების გამოხატვა და კრიზისის დაგრძელება. ის ფორმატი არ მოგწონს, რაც დიმაშაშკიმა შემოგთავაზა? უკაცრავად პოლიციისთვის და საშემოსავლების მინისტრთან რაზე ვილაპარაკობთ? შენ ხო კარგად იცი რომ კარგად ვიცი და დიმაშაშკინი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, იქ არ ქონია. დემოკრატიული ტალღის కోორდინატორად დაინიშნა პრეზიდენტის მიერ. მე მახსოვს ვაგნოდავი. გამოცდილი მოქალაქე, ყოველგვარი გადავდოთ. სააკაშვილთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ რაღაც კონკრეტული თქვენ არენდობით თქვა ჩვენი გუნდის იმ წარმომადგენლებს რომელიც ერთი წუთი მე სხვა რამე არა მე მაინტერესებს დეტალებს ვარ აი დეტალებს გეუბნები ერთი წუთი მე ვარ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ძალიან მოკლედ აშკარად საჭირო დიალოგი ბატონო დავით რამდენი საკითხი განსახილველი მოვიდა პოლიტიკურ თემებზე შევეხო და ძალიან ცოტა დრო გრჩება შენ ნაციონალური მოძრაობა ორი ადამიანი რომელიც ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული რაღაც პროცესებში ის თემებიც ესმის ორი მოქალაქე გავსხდეთ ერთად და ამ კონკრეტული საკითხების მოგვარების მექანიზმი დარწმუნებული ვარ ჩვენ მივაგნებთ თუ კი იქნება კეთილინება მოქალაქეობრივი რომელიც გახსნის გზას იმისკენ რომ იყოს ნდობა იყოს სამართლიანი სასამართლო იყოს კარგი თქვენ ახლა საუბრობთ უკვე იმ დეტალებზე რაც პარტიების მოლაპარაკების თემაა ბატონო დავით და ბატონო მიხეილ ზათ ვარ იმიტომ რომ გაიცით პასუხი და მე ვასრულებ ჯერ ერთი რამე მინდა გთხოვოთ რომ ეს მესაკუთრეების თემა მართლაც მე მგონი ახლა პირადად იმ ადამიანების ინტერესია რომ ითქვას არაფერი დასამალი მე ვიცი რომ არ არის იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი რომ ეს პრობლემა არ არის კომპანიის ვიცი იმიტომ რომ კომერციული საიდუმლოებაა ამბობენ ამასთან დაკავშირებით ქონდა იმ ადამიანთან შეხვედრა რომელიც ჩამოსული იყო ბალტიისპირეთიდან ალბათ თქვენც ქონდათ შეხვედრა ბატონო მიხეილ გაიცით პასუხი და შაშკინი იყო აირაის თავმჯდომარე ეს უკვე კონკრეტული დეტალები რაზეც პარტიებმა უნდა ისაუბროთ დაინტერესებული ამ საკითხით ის ხალი გავიგებარა თქვენ კომერციული საიდუმლოება საიდან იცით ამ ტელეკომპანიის მფლობელი ვინ არის მე ვთავაზობ ამაზე მითხარი ხო და ახლა უბრუნდები იმ საკითხს არ მითხარი საიდან იცი ამათი მფლობელის ვინ არის კომერციულ საიდუმლოებაზე საუბრობთ მეც გამაგებინეთ ბატონო დავით ტელეკომპანია ტელეკომპანია გააკეთებს ამის განსაზღვრებას. მე მაინტერესებს მიხეილ მაჭავანელმა საიდან იცის ეს თუ კი არის კონფიდენციალური. ბატონო მიხეილ განმარტეთ საიდან იცია ეს ინფორმაცია ბატონო დავით. იმიტომ რომ თქვენი ჯიბეშია ის ხალხი ვინც ამას ფლობს. მოდი ახლა. ბატონო დავით თუ შეიძლება ამას არ ჭირდება საიდუმლოება ჩვენთვისაც ცნობილია და დავასახელე უკვე მფლობელები ოღონდ ეს თემა გადავდა და უნდა დავსვა კითხვა. მოდი ხარ ამ წინადადებაზე. ეხლა რაც შეეხება მე მგონია რომ მაყურებელს უფრო აინტერესებს 9 აპრილი დაგეგმილი აქციები და პოლიტიკური ასე ვთქვა დაპირისპირებიდან და ჩიხიდან გამოსავალი ზუსტად მაგაზე საუბრობ. გისმენთ ბატონო მიხეილ დაასრულე. მე ვიცი რატო და არ გავამხელ ალბათ საიდუმლოს რომ შენ ქონდა შეხვედრა ჩვენი გუნდის რამოდენიმე წარმომადგენელთან ქონდათ მასთან ძალიან კონკრეტული საუბარი შენ თუ გინდა რომ ამ საუბარს კიდევ უფრო გაფართოვდეს წრე მე მზათა ვარ ამისთვის მე თქვენი გუნდის ერთ წარმომადგენელთან მქონდა საუბარი გია ბარამიძესთან 9 აპრილის უსაფრთხოების თემებზე იმიტომ რომ 9 აპრილის მოქალაქეთა უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი კარგია რომ გთხოვთ დაასრულეთ ბატონო მიხეილ და კარგი თემაა 9 აპრილის უსაფრთხოება რაც საზოგადოებას აინტერესებს და იმ ადამიანებს ვინც აქციაზე უნდა გავიდეს ბატონო დავით მელა ბურჯანაძე ვიყავით ტელეფონზე და შენც არაერთხელ შეესწარი ამ ამბებს რომ მოქალაქეები საით გადაადგინენ და გადმოადგიდნენ ამას აუცილებლად ჭირდება უსაფრთხოება მე გეუბნები ბატონო დავით თუ არ დაასრულებთ ბატონო მიხეილ სიძულებული ვიქნები დავასრულო მანაც უნდა გაგცეთ პასუხი და ცოტა დრო რჩება გისმენთ იმას რომ თქვენ გქონდათ ამ საკითხებზე სხვა საკითხებზე საუბარი სხვა საკითხებზე მე არაფერს არ ვადასტურებ შენ საიდან ადასტურებ უსაფრთხოების საკითხებზე კარგი მე უსაფრთხოებს არ გელაპარაკებ მე ბატონო დავით და ბატონო მიხეილ მოგიწოდებთ ორივეს ქვეყნისთვის გამოსავალს ბატონო დავით საუბარი იყო აქციების უსაფრთხოებაზე რაზეც შემდგარა ეს შეხვედრა მოდით გადავიდეთ რამდენად უსაფრთხო იქნება 9 აპრილი იმ ადამიანებთან ეს დეტალები ბატონო მიხეილ მოდით შეხვედრებზე განიხილეთ თუ ეს დიალოგი შედგა ბატონო დავით მე უნდა დავსვა კითხვა დიახ გზად ხო კარგი მე უნდა დავსვა კითხვა აქციების უსაფრთხოება დასახელდა და არ შემიძლია გასულ კვირას არ შევეხო ამ ასე ვთქვათ სკანდალურ კვირას და ფარულ ჩარეწერებს იარაღთან დაკავშირებით ჯერ თქვენ კითხავთ და ბატონო მიხეილ თქვენს და ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მოკლე პასუხებით შემოვიფარგლეთ ჩემი თხოვნა იქნება იყო ეს სკანდალი ბატონო დავით და ბურჯანაძის პარტია ასე ვთქვათ სულ თავის მართლების რეჟიმში მოხვდა წინა კვირას ბევრი ელოდა და ნაწილი ფიქრობდა რომ შესაძლოა იყო ოპოზიცია გამიჯნოდა მათ განსაკუთრებით თქვენს ალიანსზე რადგან თქვენი ასე ვთქვათ
თქვა დიდი სიმპათიები არც ისე გამოხატული ამ პარტიის მიმართ. მე გულისხმობ მინდა რომ ეს ციტატა მოვიყვანო დავით ბერძენიშვილის ინტერვიუდან, სადაც ის ამბობდა რომ ბურჯანაძე ურეიტინგოა და მას აქვს ფინანსები, რითიც ძლიერდება 9 აპრილის გუნდშიო. თქვენი პასუხი მაინტერესებს, ოღონდ მოკლე რა ინფორმაცია გაქვთ მის ფინანსებზე და კომენტარი ამ იარაღის სკანდალზე, როგორ უყურებთ იარაღი და პოლიტიკა გამოჩნდა გასულ კვირას. ამ ციტატითაც გამოჩნდა ბევრი რამე, რაზეც წავსაუბრობდი, მაგრამ მე მგონი მივხვედრი მიხვდება რას გულისხმობ. ამ ციტატის შერჩევით. არა, ეს უბრალოდ საინტერესო იყო, იმიტომ რომ ოპოზიცია ძირითადად ერთმანეთის კრიტიკას თავს არიდებს ხოლმე ბატონ დავით. გასაგებია, მე პირადად მე დავით უსუფაშვილის რესპუბლიკურ პარტიას არც ოპოზიციის კრიტიკა მიგვაჩნია მიუღებლად, თუ კი ის გასაკრიტიკებელია. მე არ მესმის რას და ვის უნდა გავემიჯნო, მე არ ვიცი ვისთან მაგ გასამიჯნი. მე ვარ რესპუბლიკურ პარტიაში და ალიანს საქართველოში და პარტნიორებთან თანამშრომლობ და მუშაობ. ყველა სხვა დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტთან გვაქვს მეტნაკლები ხარისხის, მაგრამ ურთიერთობა. ზოგთან უფრო მჭიდრო, ზოგთან უფრო ნაკლები. ამავე რეჟიმში ვართ ქალბატონი ბურჯანაძის პარტიასთან და ყველა სხვა პარტიასთან. რაც შეეხება იმ კადრებს, რაც ჩვენ ვნახეთ, ამ კადრებიდან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში საქმე არის ძალიან ცუდად, როდესაც ხელისუფლებას სჭირდება ამ ტიპის ბუნაგების არსებობა, სადაც დასაწყობებული იარაღი და ამ იარაღის სატყუარით თუ ამ თემებზე ვიღაცეების ვახეში გამმით თავად უბიძგებს ხელს მოქალაქეებს დანაშაულს. ეს არანაირად არ ათავისუფლებს არც ერთ პიროვნებას ქვეყანაში პასუხისმგებლობისგან, არც შემძენს, არც დამკვეთს, არც მომფიქრებელს, ვისაც სურს რაიმე ფორმით იარაღი შემოიტანოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არის მიუღებელი და ეს ვიტყვი კიდე. ამ კადრების გამოქვეყნებამდე დიდი ხნით ადრე ირაკლი ალასანიამ საგანგებო მიმართვა გაუგზავნა მიხეილ სააკაშვილს და უთხრა: თქვენ და თქვენი გუნდის წევრები შეეშვით ამ თემებზე სპეკულირებას, რომ რაღაცა ხდება, ვიღაცა რაღაცა შვება, თუ რამე გაქვთ ფაქტები, რომ პოლიტიკურად ორგანიზებული ჯგუფი ამას აკეთებს, თქვით. ჯერჯერობით ხელისუფლებას ეს არ უთქვამს. კეთდება განცხადებები, რომ პოლიტიზირება არ უნდა მომხდარიყო ამ საკითხის და იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ეს იყო ერთგვარი კრიმინალური ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა სკანდალში გაეხო მაინც პოლიტიკური პარტია. ხომ არ იყო ეს ხელისუფლების მაინც ერთგვარი მიზანი, თუნდაც ფარული? ეცით ყველაზე თავარია ჩვენთვის, რომ ეს საპროტესტო აქციებს არ მოყვეს ის შედეგები, რომელიც უკან დახევს ქვეყანას და ქვეყანაში იყოს გარანტირებული სტაბილურობა და მშვიდობა. რომ არც ერთ ძალას, ეს იქნება გარე ძალა, ეს იქნება შიდა ძალა, ეს იქნება ძალა, რომელიც მღვიმე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს, არ კონდეს საშუალება, რომ ქვეყანაში აურიოს პროცესები. ამიტომ მაქსიმალურად მე მინდა ძალიან მკვეთრად გავავლო ხაზი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა და ამას ცდილობდა ხელისუფლება, რომ არ უნდა მომხდარიყო ამ თემის პოლიტიზაცია. და თუმცა გაეხო პოლიტიკური პარტია და იგივე ოპოზიცია სკანდალში მიხეილ. როდესაც გაცხადდა და გამომზეურდა ეს ფაქტები, რომ ყოფილიყო და ძალიან მკაფიო განცხადება იყო სხვათა შორის იგივე რუსთავი ორში, გადაცემა PS-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანის, რომ არანაირი ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიის აქტივობას ეს არ აკავშირდებოდა, ეს იყო კონკრეტული ადამიანები და არანაირი მიზანი, რომ ეს დაკავშირებოდა პოლიტიკურ პარტიას, არ იყო, უბრალოდ იყო კონკრეტული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ მიტინგების, ამ შეკერებების უსაფრთხოება. კი ბატონო. უსაფრთხოება და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი ამოცანა ისე უბრუნდები იმას, რასაც ვამბობ და რაც დათო ხშირად მაგრიტიკებს, რომ ეს იმიტომ კი არა რომ ეს ფაქტი იყო, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა ერთად მოვძებნოთ გამოსავალი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მათი უკეთესი ცხოვრებისთვის, თუ სხვა ადამიანების დახმარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ როცა ჩვენ დღეს მე დარწმუნებული ვარ, დათო შენს გაგიხარ და ყველას გაუხარდა, რომ საქართველოს საკითხი სოფლიოს დღის წესრიგიდან არ გამქრალა, რომ არავის არ შეარჩენს არავის საქართველოს ჩაყალაპვას. ობამას განცხადებას გულისხმობს ალბათ ნატოს გენერალური მდივნის. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ეს ქვეყანა. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ვართ პოლიტიკოსები. გადავსუხი ძალიან ბოლო ხონა დავსვა დრო აღარ აქვს. კი, რა თქმა უნდა. შეიძლება. ესე იგი ერთ თემას იმ ვიდეო კადრებს რაც შეეხება. და ეს იყო თემა, რომელზეც მე გია ბარამიძესაც ვესაუბრე მასში თბილისი მარიოტში. მეზობელ მაგიდასთან თქვენი კოლეგა ინგა გრიგოლია იყო და დიდად დაინტერესდა იმით, რაზეც საუბრობთ სხვათა შორის. თემა რა მქონდა მე?
როდესაც ჩვენ ვინაიდან ბევრი გიყურებდა, იმიტომ გავახმოვანე ისტორია. ეს კარგია. არა, ამაზე არ ელაპარაკ. მე თემას ვეუბნები რა არის ჩემთვის ამ თემში კითხვა თქვენთან, როგორც ხელისუფლების როდესაც ეს ალბანური ჭეშმარიტება ყველა მიცის, როდესაც დამნაშავეს არაკავებენ დანაშაულის ადგილზე, ანუ იმ მომენტში, როდესაც იარაღი შეიძინა ვიღაცამ, ან მივიდა იქ და ფული გადაიხადა, ან რაღაცა შვებოდა, და ამას აძლევენ საშუალებას ეს იარაღი წაიღოს სახლში და აგრძელებენ თვალთვალს იმისთვის, რომ ისთვის შეიძლება რამე უფრო დიდ დანაშაულზე გაგვიყვანოს ამ თვალთვალმა. ხო ასე? როგორც ჩანს თქვენ უბრალოდ კოლეგებმა თქვენმა ხელისუფლებაში ეს ხალხი გამხალხზე გააგრძელეს თვალთვალი, აყიდინეს იარაღი, გაატანეს სახლში, მე მივიდნენ და ამოიღეს. მე ხელისუფლებას ვეკითხები. თქვენ ამ პროცესში ამ ხალხზე თვალთვალით გახვედით თუ არა რაიმე უფრო სერიოზულ ჯგუფზე, ორგანიზებულ ძალაზე, პოლიტიკურ პარტიაზე, ან ვინმეზე? საქართველოს მოქალაქეებს ვიცოდეთ, თუ არა, მაშინ მოიხადეთ, მოდიში რომ არასწორად ჩაგიტარებეთ ოპერაციას, იმიტომ რომ ეს ხალხი დანაშაულზე არ გავა. ბატონო მიხეილ, თქვენი პასუხი. იცით რა, ეს არის ოპერატიული საქმიანობა და თქვენ იურისტი ბრძანდებით ჩემგან განსხვავებით ბატონო დავით და კვალიფიციური იურისტი ამას ყველა აღიარებს და მათ შორის მეც და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ამას აქვს თავისი მეთოდები და ამან რაც შეძლო ამ პრევენციამ შეძლო რომ პროვოკაცია იქნო თავიდან აცილებული. მე ეს კონკრეტული კითხეთ ბატონო მიხეილ, უფრო დიდ დანაშაულზე გასასვლელად იმ ხალხს გამოძიება არა 9 აპრილამდე გამოძიება დასვით კითხვა მოусმინოთ პასუხს. მე უნდა დავასრულო ამოგვეწურა. და მოусმინოთ ამიტომ. თუ საჭირო ჩათვლის მოიწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს რომელიც ამაზე ამოწურა პასუხს გათხოვს. მე ამ შემთხვევაში გეუბნები. მაინტერესებს მართლა უნდა ვიცოდე რა უფრო სერიოზულთან მაქვს საქმე და რაღაცა რაღაცის განსაკუთრებით ეს კითხვები დაისმება. ბოლო თითო კითხვა ორივე სტუმართან და მხოლოდ ერთ წუთში ჩაიტარეთ პასუხში. ერთი ბატონო დავით ვერ გაგიშვებს ყველა რო არ კითხოთ თითო წუთი. რომ არ კითხოთ გავრცელდა ინფორმაცია დღეს ასე ვთქვათ პირად საუბრებში და იგივე ოპოზიციის მხრიდან ნაწილმა თითქოს ეს დაადასტურა რომ ალიანსი შესაძლოა დაიშალოს. ჩვენ ამ კითხვით თქვენს ლიდერსაც მივმართეთ რომელსაც არ დაადასტურა მაგრამ მაინც უნდა კითხოთ იმიტომ რომ ეს იყო ძალიან აქტიური განხილვის თემა და იყო საუბარი რომ ლიდერებს შორის იყო გარკვეული დაპირისპირება. თუ შეიძლება ამაზე ან დაადასტუროთ ან არ ყავთ. ალიანსის შექმნამდე ორი თვე იყო საუბარი იმაზე რომ ალიანსი ვერ და არ შეიქმნება და არაერთხელ მირეკავდნენ ჟურნალისტებიც აგენტ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ალიანსი აღარ შედგება და ისჩება და ასე შემდეგ. ნუ ახლა 9 აპრილის წინ როგორც ჩანს ალიანსი რომელიც არის თუმცა ოპოზიციის მხრიდან დაადასტურეს ეს ბატონო და პირად საუბრებში მე მაინც უნდა კითხოთ. პოლიტიკური ინტერესებს ხელისუფლება ოპოზიციაზე არ გადის. ალიანსი რომელიც ყველა კვლევებით საქართველოში არის დღევანდელი მდგომარეობით წამყვანი ოპოზიციური ძალა, ყველაზე უფრო მზარდი, ყველაზე უფრო პერსპექტიული ჩემი აზრით. რა თქმა უნდა ამ ძალის მიმართ არის ინტერესი ხელისუფლების მხრიდან და შესაძლოა არა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესის მხრიდან. ასე რომ ასეთი ჭორები და ამბები ასეთ ცხელ პერიოდში და 9 აპრილის წინ ალბათ განსაკუთრებით გააქტიურდება. თუმცა საინტერესო იყო დაადასტურება. ასეთ საკითხებზე ვამცნობთ ჩვენი გაფართოების შესახებ და არა დაშლის შესახებ. შეიძლება ხელისუფლება ამ შემთხვევაში ჩემი პოლიტიკური გუნდი დაინტერესებულია რომ ამ ქვეყანაში იყოს ძალიან ბევრი კარგი და სოლიდური ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია. ამიტომ მე მინდა ვთქვა რომ არ არის ჩვენი მიზანი რომ რაღაცა დათითო-კაცება პირიქით ჩვენი მიზანი არის რომ ეს პოლიტიკური სპექტრი უნდა შედგეს იმიტომ რომ პასუხისგებლობა იმ ადამიანების მიმართ რომლებიც თუმცა ბატონო მიხეილ ბოლოური წელი მუდამ ოპოზიციის ასე ვთქვათ წნეხში ხართ თვითონ რომ ბევრი შეცდომა დაუშვა მაინც ხელისუფლებამ ამ პერიოდში პასუხი მოკლედ თქვენც ერთი წუთი და დავასრულეთ. რა თქმა უნდა უშეცდომო არავინ არ არის ის რომ დღეს ჩვენ თანამოქალაქეებს ძალიან ბევრს უჭირს და ჩვენ ვერ შევძელით აი ამ პერიოდის განმავლობაში მათ შორის იმ დროის განმავლობაში რასაც ბატონი დავითი ამბობს რომ ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა ქონდა მთლიანად მოგვეგვარებია ყველა იმ ადამიანის პრობლემა ჩვენი ქვეყნის პრობლემები რომლის წინაშეც აღმოჩნდით რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ბევრის გაკეთება გვინდოდა და კიდე ბევრი გასაკეთებელი გვაქვს შეცდომები იყო და ჩვენ გვინდა ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა რომელიც ჩვენ შეცდომებს არც ჩვენ გავიმეორებთ და სხვაც არ გაიმეორებს ამიტომ ამის გზა გადის გზაზე რომ ჩვენ ან ერთად გავალთ ნინო აქედან იმიტომ რომ ეს ვერ იქნება საქართველოს რომელიც იყო 90-იანი წლების დასაწყისში ან ერთად მოვძებნით კომპრომისს და გავალთ პოლიტიკოსებთან ერთად და იმ ჩვენთან საზოგადოებასთან ერთად რომელიც დღეს პოლარიზებულია ან ერთად უშაბათ საღამოს მოქალაქე უსუფაშვილი და მაჭავარიანი არიან თუ არა მზად დასდნენ და 3 საათში დადონ დოკუმენტი რომელიც გახსნის გზას თავისუფალი და სამართლიანი დიალოგიო გინდა თუ მაგრამ აღარ არის დრო ბევრი კითხვა დავსვათ მე მზათა ვარ
მეც და ჩემზე ბევრად უფრო კომპეტენტური ადამიანებიც მობრძანდება. მოქალაქე მაჭავარიანს მიმართ. მოქალაქე მაჭავარიანი მზაობას გამოთქვამს, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ამ დიალოგში. აი, ესაა ამათი ასე გამოსვლის თეორია. დიდი მადლობა. აღარ არის კამათის დრო, ძალიან დიდი მადლობა. მე ჩემს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმრები იყვნენ ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. დავასრულეთ. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის ბატონო დავით და ბატონო მიხეილ ამ თემაზე საუბარი სტუდიის გარეთ განაგრძე. დიდი მადლობა. ხელისუფლების მხრიდან. მზად ვარ, მაგრამ გუნდი აქეთ იქეთ. დიდი მადლობა დავით უსუფაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი იყვნენ ჩემი სტუმრები. გადაცემის პირველი ნაწილის თემა იყო შეთავაზებული დიალოგი, რომელზეც არასაპარლამენტო ოპოზიციამ თქვა უარი, დათანხმდა საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი საკუთარი პირობებით. ერთ-ერთი ის ვინც თანხმდება ამ დიალოგს არის ქრისტიან-დემოკრატები. რამდენიმე წუთით ჩვენ პირდაპირ ეთერში ვსთავთ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს საღამო მშვიდობისა ბატონო გიორგი, რომელიც უკვე თავის არგუმენტებს გაგვაცნობს აი ამ დიალოგის შემდეგ, თქვა რატომ თანხმდება ამ დებატების შემდეგ, რატომ თანხმდება დიალოგს ხელისუფლებასთან, მაშინ როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი თქვა ამბობს კონკრეტულ საკითხებზე საუბარზე უარს და აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას. ჩვენი მხრიდან ცოტა უცნაური იქნებოდა მაშინ, როდესაც თავად ვიყავით ინიციატორები და ჩვენ ვაყენებით მოთხოვნას დიალოგისას, უარი გვეთქვა დიალოგზე. სხვა საქმეა დიალოგში მონაწილეობის მხარეებად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და ოპოზიციიდან მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატები, რომ შედეგს ვერ მოიტანს, ეს ყოველთვის ნათელია და ჩვენ წინააღმდეგები ვართ რაიმე ტიპის დიალოგის ილუზიის შექმნის. ამიტომ ასეთი ტიპის დიალოგს ექნება აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი თავად ხელისუფლების მხრიდან განწყობა დიალოგისათვის იქნება გულწრფელი და რეალური და ამას სჭირდება თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირება ამ პროცესის, გარკვეული კონკრეტული ინიციატივებითაც. არ არის საჭირო მოლოდინი, ჩვენ ხედავთ რა განწყობაა რადიკალურ ოპოზიციაში. მე ეჭვება რომ მათ პოზიცია შეცვალოთ 9 და საერთოდ ისეთი განწყობა მეუქმება რომ ორივე მხარე გარკვეულწილად ახდენს მოვლენების დაჩქარებას. კი, მესმის გისმენთ. უკაცრავად მე ჩაგეკითხებით, სწორედ აქედან გამომდინარე, რაზეც თქვენ საუბრობდით, რამდენად შედეგის მომტანი შესაძლო აღმოჩნდეს ის დიალოგი, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ თქვენი მოთხოვნაც იყო, როდესაც თქვა ეს რადიკალური ნაწილი არ მონაწილეობს ამ მოთხოვნაში, ამ დიალოგში, არადა მთავარ მოთხოვნას აყენებენ ისინი. შესაძლოა პოლიტიკური ამინდი შეცვალოს, თქვათ, მსგავსი ფორმატით დიალოგმა. პოლიტიკური ამინდი კი არა, საუბარი არის 9 აპრილზე, კონკრეტულ დღეზე, კონკრეტულ თარიღზე. ეს პერიოდი ახლოვდება და გამოუვალობის, ჩიხურობისგანაც და უფრო მეტად იზრდება ჩვენ საზოგადოებაში. ამ განწყობამ დაღალა მთელი ჩვენი ქართველი ერი და საზოგადოება. ყველანი დავიღალეთ უკვე და სიმართლე გითხრათ, ამ თვალსაზრისით გარკვეული იმედგაცრუების ნიშანი არის უკვე ჩვენს მეგობრებში დასავლეთში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც ახლა მე თქვენ გელაპარაკებით. შეხვედრებზე მქონდა ამ ორი დღის განმავლობაში და ყველაზე ბევრი კითხვა რაც ისმის ჩვენთან მიმართებაში, რას ფიქრობთ? როგორი იქნება ვითარება, თუ კი დაიძაბება, თუ კი ეს დაძაბულობა გადავა რაიმე ტიპის კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რას ფიქრობთ, როგორი იქნება რუსეთის მონაწილეობა, რა ელის თქვენს ეკონომიკას, თქვენს საფინანსო სისტემას, უბრალო ადამიანებს, ჩვენს ოჯახებს, გადარჩება თუ არა ბანკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ის კითხვები, რომელიც სრულიად ლოგიკურად უჩნდებათ ადამიანებს, რომლებიც რეალურად აანალიზებენ იმ შედეგებს, რომელიც შეიძლება კონფრონტაციას მოყვეს. ამიტომ როცა მე მეკითხებიან, რომ დიალოგს აქვს აზრი, აბა რას აქვს აზრი? კონფრონტაცია არის ალტერნატივა დიალოგის, მაგრამ დიალოგს აზრი ექნება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება რეალისტური მოთხოვნები, თუ ჩვენ გვექნება რაციონალური ამოცანები, გვექნება გეგმა და მოთმინება, რომ ეს საქმე ერთად გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ორმაგად უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული და სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა წლების განმავლობაში არ გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხით, ჩვენ მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს მნიშვნელობა არ აქვს საპარლამენტო ქრისტიან-დემოკრატებს თუ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს, რა თქმა უნდა, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია მათ შორის 9 აპრილთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს შანსი რაციონალური მიზნების დასახვასთან ერთად, რომ 9 აპრილის შედეგი გავხადოთ პოზიტიური და მოხსნათ ის საფრთხეები, რომელიც რეალურად არსებობს. ბატონო გიორგი, უნდა ჩაგეკითხოთ. რა თქმა უნდა, რაციონალური
უნდა ჩაგეკითხოთ თქვენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობდით ამ დიალოგში და ოპოზიცია აკეთებს ესეთ განცხადებებს, თქვათ აი შეთავაზების შემდეგ, რომ ხელისუფლება ცდილობს მთავარიდან არამთავარზე გადაიტაროს ყურადღება და დრო მოიგოს და ჩვენ ამ წყალში მათ არ შევყვებით. გაკეთდა ესეთი განცხადებების, მაგალითად ეს კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა. თქვენთვის არ არის ეს არგუმენტი, თქვათ იმისათვის, რომ დიალოგზე თანხმდებით და ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა იყოს გამოსავალი. კიდევ გულისხმობ ინფოზე, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი უარს ამბობს. გასაგებია, შეკითხვა გასაგებია, რადგან დრო გვაქვს ძალიან მცირე, მე ამიტომ ვჩქარობ. მესმის, ამაზე და კიდევ კითხვას მოვასწრებ ალბათ. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოხატო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პატივისცემა რადიკალური ოპოზიციის ყველა ფრთის წარმომადგენლისა და ლიდერის მიმართ, მათი მხარდამჭერების მიმართ. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს პოლიტიკა იქნება შედეგზე ორიენტირებული მაშინ, როდესაც რადიკალები მოახერხებენ თავიანთი ფუნქციის შესრულებას და შედარებით უფრო ზომიერი პოლიტიკური ძალები მოახერხებენ კონკრეტული შედეგების მიღწევას, თუნდაც ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში. ეს არის მომწიფებული და მაღალი კულტურის მქონე პოლიტიკური პროცესის შედეგი. ჩვენ ვართ მომხრე სწორედ ასეთი მიდგომების. მე პატივს ვცემ მათ არგუმენტებს და მაშინ, როდესაც ძალიან მაღალი არის ის ბარიერი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ დააწესა თავისთვის და უკავშირდება მხოლოდ პიროვნული პრობლემის, პერსონალური პრობლემის მოგვარებას, რასაც ჰქვია პრობლემა მიხეილ სააკაშვილის არსებობისა საქართველოს ხელისუფლებაში, მე მესმის მათი მიდგომის არგუმენტები, მაგრამ ამავე დროს მე ვამბობ ერთ რამეს, რომ თუ არსებობს ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მშვიდობიან შეკრებას, ხალხის მობილიზებას რუსთაველზე 9 აპრილს მოხდება რაიმე ზარი ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან და ვინმე ეტყვის სააკაშვილს, რომ ჩემო მეგობარო, დროა რომ შენ წახვიდე, რა თქმა უნდა ეს არის ილუზია და ეს უნდა უთხრათ პირდაპირ ხალხს. ამის გამკეთებელი არავინ არ არის, მაგრამ თუ ჩვენ გექნება რეალური, რაციონალური მიზნები, რომლის მიღწევაც არის შესაძლებელი თვით ამ ხელისუფლების მონაწილეობითაც და უკავშირდება მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ცვლილებას, ხელისუფლებაში ბალანსის აღდგენას, პარლამენტის როლის გაძლიერებას და შემდგომ პარალელურად ახალი საარჩევნო კალენდარის შემოღებას, რა თქმა უნდა ეს მიზნები არის მიღწევადი და ამ შემთხვევაში ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ 9 აპრილს იმ აქციაზე ჩვენთან ერთად მთელი დემოკრატიული მსოფლიო საზოგადოება იდგება ჩვენს მხარდასაჭერად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამოცანა მიზანი უნდა იყოს რაციონალური, შედეგი უნდა იყოს არაკონფრონტაციული და თავად 9 აპრილს უნდა გადავზარდოთ პოზიტიური შედეგების მოსატანად ჩვენი ხალხისთვის, იმ უბრალო ადამიანებისათვის, რომლებიც თვალთ ადევნებენ ბოლო ხანებში ამ დებატებს, დაპირისპირებას, დაძაბულობას, კონფრონტაციას და ელიან გამოსავალს. ჩვენ უნდა შევთავაზოთ გამოსავალი ხალხს და არა ახალი დაძაბულობის ეს. ძალიან ცოტა დრო გვაქვს თქვენს აღნიშნეთ უკვე ეს, ამიტომ ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებით, თქვენ თავად ახსენეთ, რომ საკმაოდ ბევრი შეხვედრა გქონდათ, ვიცით რომ ნაწილი იყო დახურული და ასე ვთქვათ, საიდუმლო რეჟიმში დარჩა შესაძლებელია, ასე ვთქვათ, რაღაც დეტალები, მაგრამ თუ შეგიძლიათ, მაინც რაიმე გაგვიხმოვანეთ, რომ ესეთი განცხადებაც გააკეთეთ, არავინ ელოდეს, რომ ვაშინგტონი და ვინმე დარეკავსო. იყო რაიმე ისეთ დეტალებზე საუბარი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესოა და შეგიძლიათ რომ გაგვიმხილოთ. იცით, ოფიციალურმა თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ გამოხატა თავის პოზიცია, მათ შორის ობამას ახალმა ადმინისტრაციამ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიას და არა რომელიმე პრეზიდენტს ან პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხალხს. ამას გვეუბნებიან ღიად და გახსნილად, მაგრამ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ყოველთვის რაღაც ქვეტექსტები უნდა ვეძებოთ და ვიფიქროთ რაიმე ტიპის მითოლოგიურ შეთქმულებებზე, კონსპირაციულ თეორიებზე. არა, რასაც გვეუბნებიან ეს ასეა. ამერიკელები როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელთა ღირებულებებიცა და სტრატეგიული ინტერესებიც ემთხვევა ერთმანეთს, რომლებიც არიან ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრები და ეს არაერთხელ დაადასტურეს. თავიანთი დახმარებით, გვერდში დგომით, დემოკრატიის გვერდში დგომით, მთლიან ბოლო წლების განმავლობაში მზად არიან მხარი დაუჭირონ ნებისმიერ დემოკრატიულ წამოწყებას. ყველა კარგად ხვდება, რომ იმ სტატუს-კვო შენარჩუნება, რომელიც არის დღეს საქართველოში, იქნება შეუძლებელი. არც ხალხი მოითმეს ამას და არც პოლიტიკური სპექტრი. მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური თუ შედარებით ზომიერი. ჩვენ გვჭირდება სერიოზული ცვლილებები, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციონალური ცვლილებები, ამაზე გვქონდა სწორედ საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უამრავ სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტში და ასე შემდეგ. მათი კითხვებიც და მათი მიდგომა სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ ინსტიტუციონალურად უნდა შევქმნათ საფუძველი საიმისოთ, რომ მშვიდობიანად დავძლიოთ სააკაშვილის ხელისუფლება. და თუკი ჩვენ ამას მივახცევთ, თუკი ჩვენ მივახცევთ სერიოზულ ცვლილებებს სისტემურს, მე გაძლევთ პირობებს, რომ ჩვენ მოვახერხებთ სააკაშვილის ხელისუფლების დაძლევას და ამ ქვეყნისთვის უკეთესი პერსპექტივის შექმნას. ძალიან დიდი მადლობა. ეს გიორგი თარგამაძის პოზიცია იყო ჩვენს გადაცემაში, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის. ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი დედაქალაქის მერი გიგი უგულავა. ჩემო ჯიგრებო,
ჩემო ქართველო ხალხო! პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი, რამდენად შეიცვლება დედაქალაქის ცხოვრების რიტმი და როგორ უყურებს მთავარ გამზირზე დაგეგმილ აქციებს თბილისის მერი. ხელისუფლების და ქვეყნის ვალდებულება უზრუნველყოს ნებისმიერი პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვა. ვისაც უნდა რომ საქართველოს შედგეს როგორც ქვეყანა, უნდა გაემიჯნოს ნებისმიერ ძალადობას. მშვიდობიანი აქცია და პარალიზებული თბილისი. პროტესტის რა ფორმას ირჩევს ოპოზიცია დედაქალაქის ქუჩებში? უდარი ქალაქის თუ სინათლის ქალაქის მერი. 6 წელი მართლ გუნდში და 4 წელი თბილისის სათავეში. აი ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯეები, რაც არ შეცვალებაში. ჩვენი პროგრამა თბილისის სინათლის ქალაქის უფრო აქტიურ ფაზაში შედის, უფრო და უფრო მეტი უბანი ნათდება. გიგი უგულავა, რას ფიქრობს სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე? თბილისის მერი დღეს პოზიციაში. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვირდაპირ ეთერში ვართ და ახლა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი თბილისი, რომლის თავარ გამზირზე ოპოზიციის აქციებია დაგეგმილი, როგორ უყურებს ბოლო მოვლენებს დედაქალაქის მერი და რა პასუხი აქვს გიგი უგულავას ქალაქის პრობლემებზე დასმულ კითხვებზე. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა ჩემს გადაცემაში სტუმრობისთვის და ბატონო გიგი, ვიდრე ქალაქზე, თქვა დაგეგმილ აქციებზე ვისაუბრებთ, ჩვენი პირველი ნაწილის თემა იყო დიალოგი, რომელიც მართლმა გუნდმა შეთავაზა ოპოზიციას, ამიტომ თქვენც მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ეს კონკრეტული შეთავაზება და არის თუ არა ის დაგვიანებული, როგორც ეს აღიქვა ოპოზიციამ? დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, არც ერთ საზოგადოებაში, მით უმეტეს ისეთ საზოგადოებაში, რომელიც საკუთარ თავს პატივსცემს და ქართული საზოგადოება სწორედ ასეთია და ასეთი იყო და ასეთი იქნება. ამიტომ არ არსებობს დიალოგი დაგვიანებული. ჩვენ ამ რეჟიმში ვიმყოფებით და პოლიტიკა საერთოდ დიალოგის ხელოვნება, მე არ მესმის რატომ გამოიწვია ამან ასეთი დაპირისპირება, არის მთელი რიგი საკითხები, რომელზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ყველა შემთხვევაში, თუ გვინდა ჩატარდეს, კიდე იქნება ეს 2009-ში, 2010-ში, 2011-ში, 12-ში თუ 13-ში არჩევნები. ჩვენ ვეუბნებით, კი ბატონო, თუ არჩევნები გვინდა ჩატარდეს, ამისათვის ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ უკეთესი საარჩევნო კოდექსი გვინდა, შესაბამისად უნდა დაждდეს ჯგუფი, იმუშაოს ამაზე. ჩვენ ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც არჩევნების მონიტორინგშია ჩართული, რეკომენდაციას გვაძლევს, რომ 6 თვით, მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 1 წლით ადრე მაინც დაამთავრეთ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა, იმისათვის რომ იყოს დასრულებული და ყველა პოლიტიკურ მოთამაშემ იცოდეს როგორია კანონი და მოემზადოს მომავალი არჩევნებისთვის. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგზე, დიალოგის ერთ-ერთი თემა ბუნებრივი არის ეს. მეორე თემა არის ის საკონსტიტუციო რეფორმები, რომლებიც რა თქმა უნდა მოითხოვს არა მუშტების ქნევად, არამედ სპეციალისტების, საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკოსების დაждდომას ერთად და ამ თემაზე საუბარს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ჯერ უნდა ვინმე წავიდეს, მე რა თქმა უნდა ეს ყოველგვარ ლოგიკას ცდება. ცდება იმიტომ, რომ სამწუხაროდ ეს ყოველგვარი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის მიღმა. როცა ვსაუბრობთ წასვლაზე, არც ერთ პოლიტიკოს არ აქვს გეგმა თუ რა იქნება ამის მერე. რაზეა საუბარი საერთოდ? ვინ მოდის, რა სტანდარტით, რა ოპოზიცია სულაბობს, რომ ამ გეგმას მერე გააცნოს საზოგადოებას, მაგრამ ეს კოდექსი ისედაც საჭიროა ნებისმიერ შემთხვევაში და 40 დღეში ვერანაირ კოდექსს ვერავინ ვერ დაწერს, მაგის ილუზია არავინ არ შეიქმნას. ოპოზიცია სამწუხაროდ არ აქვს მოქმედების გეგმა. მე გითხარით ამაზე ვისაუბრე. ის რომ მას ჰქონდეს სრული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი საერთაშორისო მოთამაშეების და ადგილობრივი 40 დღეში ვერ დაწერმა, ამას მინიმუმ ჭირდება დაახლოებით 3-4 თვე და ისევ ვიმეორებ, არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე მაინც უნდა დაიწეროს და შევიდეს ძალაში, რომ ყველა მოთამაშემ გააცნობიეროს, გაისიგძეგანოს რა პრინციპით, როგორ რანაირად ტარდება არჩევნები. სხვა შემთხვევაში ჩვენ ხელისუფლება ვთქვათ რაიმე სახის ვადამდელ არჩევნებს, თუნდაც შემდგომ პერიოდში, რადგან თქვენ ეს თემა ახსენეთ, გასაგებია რომ ამბობთ რომ ეხლა არა. ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ვერც დასაქმების პრობლემას. არჩევნები იქნება ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრიდან, რომ არჩევნები დანიშნოს 2009 წელს. არჩევნებით ჩვენ მხოლოდ დავასაქმებთ პოლიტიკოსებს და
ელემენტარულ საქმეს ვერ მოუტანთ და სიკეთეს ვერ მოუტანთ ჩვენ მოსახლეობას. აქ არის ლაპარაკი ძალიან მარტივზე. ასე არჩევნები არის ძვირის სიამოვნება. 2008 წელს ჩატარდა 2 არჩევნები. 2009 წელს ახლა ჩავდა. მე დარჩება კიდე უკმაყოფილო ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ მოდი თავიდან არჩევნები ჩავატაროთ. მოვა რუსთავოზე დადგება, შექმნის პოლიტიკურ კრიზისს. აი იტყვის, რომ თავიდან ჩავატაროთ არჩევნები და იქნებით ესე ციყვი, რომელიც ერთ ბორბალში ტრიალებს და ვერ ვითარდება. ამასობაში დაინგრევა ეკონომიკა, ამასობაში სამუშაო ადგილები, ის რაც არის, ისიც გაუხდება და ქუჩაში ხალხს ლუკმაპური არ დარჩება, იმისაც ორი კაპიკი შოვს და სახში მიიტანოს. აი ეს არის ის სამწუხაროდ ის გზა, რომელსაც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გვთავაზობ ჩვენი ოპონენტები. თუმცა ბატონო გიგი, ჩაგეკითხებით, უბრალოდ ნოემბრის მაგალითს თუ გავიხსენებთ, როდესაც ხელისუფლება არ განიხილავდა და დანიშნა, მე უბრალოდ მინდა ეს თემა ამოვწურო. ხელისუფლებას არ დაუნიშნია, ხელისუფლებამ დანიშნა. შესაძლებელია თუ არა მოვლენები ისე განვითარდეს, რომ თქვა ადამიანები არჩევნები დაინიშნა. პლებისციტი, სადაც იყო მოთხოვნილი არჩევნები და არჩევნებს დაინიშნა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ამის ისე ვიმეორებ, არჩევნებით აი მაგალითად 10 მილიონია საჭირო იმისათვის, რომ მთელ საქართველოში მოხდეს ინდივიდუალური გამრიცხველება. ეს თბილისს არ ეხება. დღეს რომ მქონდეს ჩვენ საარჩევნო ფული, მე პირდაპირ გეტყვით, ამ ფულს წარმართავდით იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ 21 საუკუნეში მართლაც სირცხვილია, მაგრამ გახსოვთ ჩვენი ენერგეტიკა საიდან მოდის და ამას ესე ეტაპობრივად ვასწორებთ და გაისად ბევრად უფრო აქტიურად წავა ეს საქმე, მაგრამ ისე ვიმეორებ. კითხულობ მე ძალიან მარტივ შეკითხვას. გირჩევნიათ, რომ დავხარჯოთ ფული იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს ინდივიდუალური მრიცხველი სოფელში და ერთმანეთში მოსახლეობა არ ჭუბობდეს, თუ დავხარჯოთ სხვადასხვა ჯულის პოლიტიკოსის საქმიან მოწყობაზე. თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მაინც პოლიტიკური კრიზისი არის ხელისუფლების მხრიდან ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ გამოდიან აქციებზე, თქვა დაგეგმილია ეს აქციები დედაქალაქში და აქ მინდა გკითხოთ, როგორ რეჟიმში იმუშავებს მაგალითად იგივე ქალაქის სამსახურები იმ დღეებში, როდესაც მთავარი გამზირი ასე თუ ისე მაინც პარალიზებული იქნება. აქციები ჩატარება არის კონსტიტუციური უფლება ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის და არაპოლიტიკური ჯგუფის. აქციების შემსწრევად ეგერ ჩვენ დიდი ოცეულის ნატოს საიუბილეო სამიტის პარალელურად მიდის აქციები, საკმაოდ ესე ვთქვათ ხმაურიანი, შესაბამისად პოლიციასაც ძალის გამოყენება უწევს, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ და რისგან უნდა დავიცვათ თავი და რისკენ მოუწოდებდი მე ამ შემთხვევაში როგორც თბილისის მერი ნებისმიერ პოლიტიკოს და ნებისმიერ მოქალაქეს რომელიც აპირებს აქციაზე მისვლას. ბრუტალური სახე რომ მივცეთ ამას, ეს პრობლემას მოუტანს ქვეყანას. ეს პრობლემას ხელისუფლებას არ მოუტანს, ეს მოუტანს პირველ რიგში ქვეყანას. ეს პრობლემას მოუტანს იმას, რომ ნებისმიერი დაგეგმილი ინვესტორი, აი მაგალითად უამრავ ადამიანს ვესაუბრებით, რაღაც გაკეთება უნდა და დღეს მართლაც სანთელი საძებელია ინვესტორები, იმიტომ რომ სოფლიოში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია. დიდი ოცეულზე მხოლოდ ამაზე იყო საუბარი მოგეხსენებათ, ხო? აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინვესტორი დღეს ელოდება 9 აპრილს, მერე დაელოდება 9 მაისს, მერე დაელოდება 26 მაისს, მერე დაელოდება, რა ვიცი, 7 ნოემბერს და ასე იქნება მუდმივად, სანამ ჩვენ არ შევისწავლით ერთ რამეს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ნებისმიერი აქცია იყოს იმ ფარგლებში, რომ ეს არ იყოს რაღაცა აპოკალიფტური მოვლენა, რომელიც აჩერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, იმიტომ რომ ეკონომიკის გაჩერება პირველ რიგში ნიშნავს სამუშაო ადგილების დაკარგვას. ეს არის თავარი დღეს და ეს არის ყველაზე მეტად, რაც მე და ნებისმიერ ალბათ ადამიანს, რომელსაც შეხება აქვს იმ ძალიან ფაქიზ საფუძვლებთან ქვეყანაში, რასაც ეკონომიკა ქვია, ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ისე ვიმეორებ აქცია, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება ჩაატარონ აქცია, სამწუხაროდ ჩვენმა საზოგადოებამ ვერ მიიღო გარანტია იმისა და ეს მკაფიოდ არ იყო ჩემის აზრით ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ვინც აქციის ორგანიზატორად მოიაზრება, მკაფიოდ არ იყო გამიჯნა აი იმ პრობლემებისა, რა პრობლემების ჩვენ გასულ კვირას ყველამ ერთად ვიხილეთ. იარაღის სკანდალს გულისხმობ? გულისხმობ, დიახ. თუმცა ბატონო გიგი, ამაზე ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო მაინც ხელისუფლების ერთგვარი მეთოდი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლულად. მე რა რომ თქვა კეთდებოდა განცხადებები, რომ პოლიტიზირების სურვილი არ ქონდა მმართველობას. არავის არ აქვს ამ საქმის პოლიტიზირების სურვილი. გულწრფელად შემიძლია გითხრათ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საერთოდ არც არავინ არ აპირებდა ამის გამოქვეყნებას, მანამ სანამ ოპოზიციის, კერძოდ ბურჯანაძის პარტიის მიერ არ მოხდა თვითონ ამ საკითხის პოლიტიზირება. რაც შეეხება, ბევრი შეიძლება ვიდაოთ, მეც არ მომწონს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ადამიანების პრეზუმპცია იმღვევა უდანაშაულობის და ასე. არც მე მომწონს და არც არავის არ მომწონს, როდესაც ფაულ ჩანაწერებს უყურებ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრად უფრო არ მომწონს, როდესაც იმუქრებიან რომ თბილისი იქნება შავი ქალაქი, თბილისი იქნება მკვდარი ქალაქი.
სხვადასხვა პოლიტიკოსი ხა ვინ იმუქრება ვის ეს გაზეთში ვინ დაწერა რომ თბილისში არა მე გულისხმობ კონკრეტულად კრიმინალური ჯგუფებს გულისხმობთ თუ პოლიტიკოსებს პრობლემა რაში მდგომარეობს პრობლემა იმაში მდგომარეობს როდესაც პოლიტიკოსები თავისუფლებას აძლევენ ისეთი დევიზით გამოვიდნენ ეხლა გავამთავრებთ ხელისუფლებას ეხლა დავათავებთ ამას ეხლა მოდით და 10-ში უკვე აღარავინ აღარ იქნება ეს იმპლიციტურად ნიშნავს თავის თავში გარკვეულ ძალადობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ადამიანი, რომელსაც თავისი სათქივარი აქვს და გამოვა და იტყვის, მას ვინმე რამე უნდა უქნას. პირიქით უნდა გამოვიდეს და უნდა თქვას და რაც უფრო ხმამაღლა იტყვის, მით უფრო კარგად გაიგონებს ხელისუფლება. იმიტომ რომ ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება, რომ შეაჯანჯღაროს ვინმე. ყოველთვის სჭირდება ოპონირება, ყოველთვის სჭირდება ჯანსაღი ალტერნატიული აზრი იმისათვის, რომ რაღაც უცხულში არ გადაიჩეხოს და შემდეგ ქვეყანა არ გადაჩეხოს ამ უცხულში. ამაზე არავინ არ საუბრობს. მაგრამ პრობლემა იმაშია, როდესაც ასეთ რიტორიკას ჩვენ ვისმენთ, 1000 ცხელი თავი არსებობს. ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ასევე ის ფაქტორი, რომელიც მუდმივად დამოკლეს მახვილი გვაქვს, მე ისევ გულისხმობ რუსეთს. ამ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, ყველანაირი პროვოკაცია შესაძლებელი და ეს რიტორიკა ტემპერატურას წევს და შემდეგ თვითონ პოლიტიკოსებმა შეიძლება ვერ უზრუნველყონ იქ წესრიგი, იმიტომ რომ არსებობს 1000 აი ამას არც საზოგადოების არც არის ცნობილი ჩვეულებრივი რაღაც ყოველდღიური კრიმინალური ჯგუფი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრო მე უწყისებში მომდის ხოლმე თბილისში ასეთი ამბები ყიდულობდნენ მოლოტოვის კოქტეილებს მოლოტოვის კოქტეილი არის რა არის ეს ისვრე ამას ჭიქაში არის ნავთიჩა და გადააგდებ და ცეცხლი იქნება აი ეგეთი რამე აი 1000 დამცავი მექანიზმი იყო და არაფერთან არ იყო მართლაც რომ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გამოძიებით ეგრეთ ჩანს ის არუთუნიანის ამბავი როდესაც ბუში იყო თბილისში 2005 წელს ის ბომბა რო აფეთქებული იყო ხომ მოხდებოდა იქ ფატალური და უბედურება. გასაგებია, თუმცა თავად თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის ფორმა. პასუხისმგებლობა მდგომარეობს ამაში, რომ მათი რიტორიკით აი ესეთი ცხელი თავების გახურება არ მოხდეს. რომელთა შემდეგ გაჩერება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, რომელიც მშვიდობიან აქციას მართავს, იქნება ძალიან რთული, ასევე რთული იქნება პოლიციისთვის. ძალის გამოყენების გარეშე შემდეგ ასეთი პრობლემების მოგვარება. აქ არის შესაძლებელია ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს თუ გულისხმობთ გავს პროვოკაციის შემთხვევაში. საბოლოო ჯამში არც ხელისუფლება აპირებს ძალის გამოყენებას და მე დარწმუნებული ვარ რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკოსები იმდეს მაინც შეძლებენ რომ ხალხის ნაკადი მართონ ისე რომ სხვას იმიტომ რომ უამრავი ადამიანია რომელიც ცხოვრობს და რომელიც სამსახურში მიდის და თავის საქმეს არ შეუშლის ხალხს მე იმედს ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რამდენად ცივილიზებულად იქნება წარმართული ეს აქცია დამოკიდებული იმდენად გამოჩნდებით ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ცივილიზებულად და ეს აკვიატება არ არის ეხლა ვიღაცა ცივილიზებულს დაგიძახებს თუ არა ჩემთვის აბსოლუტურად დიდი მნიშვნელობა არ აქვს მე ეს მჭირდება ძალიან მარტივი რამისთვის რომ როდესაც ადამიანი ხედავს რომ არის არეულობა აქ ფულს არავინ არ ჩადებს გასაგებია. ფული უნდა ჩადოს და ბიზნესი უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ დასაქმდეს ხალხი, იმიტომ რომ თავარი პრობლემა საბოლოო ჯამში, საიდანაც იწყება და ალფა და ომეგა ჩვენი პრობლემების თავწყარო არის ეს. რაც უფრო მეტია დასაქმებული, მით უფრო ნაკლებად პოლიტიზირებული ადამიანი, მით უფრო მეც ფიქრობს ის თავის პირად ცხოვრებაზე და თუნდაც გართობაზე და ნორმალურ ცხოვრებაზე ნაკლებს ფიქრობს პოლიტიკაზე და თუ ფიქრობს პოლიტიკაზე, არა აგრესიული თვალით, არამედ როგორ გააუმჯობესოს პოლიტიკა. ამიტომ ისევ იმეორებ საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის იქამდე. შევძლებთ ჩვენ სამუშაო ადგილების შექმნას, შევძლებთ ამ ტემპერატურის და კრიზისის დაძლევას, შემდეგ პოლიტიკური წესრიგის დამყარებას. ვერ შევძლებთ ამათ მარტო პოლიტიკური მეთოდებით. არეულობით, შფოთით, თუნდაც რიგარეში 1, 2, 3 არჩევნებით პირიქით მივიღებთ უკური აქციას. უკური აქციას მივიღებთ თქვენ ახსენეთ ხელის შეშლა, ვთქვათ ესე ტერმინი ახსენეთ მკვდარი ქალაქი და მინდა ამაზე ვკითხოთ რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარის აღშფოთება გამოიწვია, ასე ვთქვათ, ერთ-ერთმა განცხადებამ, ამაზე საუბრობდა უცნობი და ამბობდა ესეთ რამეს, რომ ქალაქი შესაძლოა მალე მკვდარ ქალაქს დაემსგავსოს, დაიკეტება მაღაზიები, ჩაიხერგება გზები და არ იმუშავებს არც ერთი დაწესებულება, რაზეც ზალს საბადაშრომა გამართა ბრიფინგი. რამდენად არის პერსპექტივა იმისა, რომ მართლაც ასე მოხდეს თქვენ უკვე როგორც ქალაქის მერს გეკითხებით? და პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს ადამიანების მხრიდან, ვინც გამოვლენ ამ აქციაზე. თუ ეს მხოლოდ ლიტერატურული შედარება, მაშინ ვთქვათ, რომ ძალიან არაკორექტული. ჯერ ყველას გვახსოვს 2002 წლის თბილისი ყველაფერი מחარებს უმღეროდა და 2002 წლის თბილისი იყო უგაზო, უდენო, ჩამოძენძილი, გაუბედურებული და ასე შემდეგ. ეხლა თუ 2002 წლის თბილისში ყველაფერი ახარებდა 2009 წლის თბილისი მკვდარი ქალაქი
გადაიქცევა მკვდარ-ქალაქად ამ დღეებში სამწუხაროდ გადაიქცევა და შემდეგ ინტერვიუში ნახოთ რომ თურმე თბილისი მკვდარი ქალაქია, ჩაბნელებული, გაუბედურებული ხა ისევ მეორე შეფასების თავისუფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ არ ამგონი ნორმალური ადამიანი არსებობდეს თბილისში, რომელსაც უნდადეს რომ თბილისი დაემსგავსოს მკვდარ ქალაქს. გადით ნებისმიერ ადამიანს კითხეთ და ამის სურვილი არავის არ აქვს და ეს ბუნებრივ პროტესტს უჩენს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც ნორმალური ცხოვრება უნდა და არ უნდა რომ იყოს ჩახერგილი, გაუბედურებული, იქ რაღაც საბურავების წვა, არ უნდა რომ დაბრუნდეს 90-იან წლებში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნა და ლეგიტიმური სურვილი, მაგრამ მე მას მინდა ვკითხო, იმიტომ რომ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან ბევრი პერიოდი მქონია მასთან ურთიერთობა. ხა 2002 წელს ადამიანი რო იტყვი თბილისზე რომ მე 95-ში მახარებდა და ის, მაგრამ 2002 წელს რახანს მისი ძმას ჰქონდა შანსი რომ გაემარჯვა, ამიტომ ყველაფერი თუ გახარებს. 2009 წელს რატომ უნდა აქციო თბილისი მკვდარ ქალაქად? ამაზე პასუხი არ არის. პროტესტის ფორმებზე იყო ალბათ საუბარი, მაგრამ შეიძლება თქვა რომ უგულავა სამსახურს გავხდი მკვდარ სამსახურად, რაღაცას მოვარტყავი იქ, რაღაცას ტრანშეას ამოვთხრი, წყალს ჩავაცხავრო, ადამიანი შიგნით ვერ შევიდეს. ქალაქს გავხდი მკვდარ ქალაქად, ხა ჯანსაღი ნორმალური ადამიანისთვის ეს მისაღები ვერასდროს ვერ იქნება და ძალიან ბუნებრივი აღშფოთება იყო ჩვეულებრივი ადამიანებს, რომ თქვა ხა რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ შენ პირად ამბიციას ქალაქი მკვდარ ქალაქად ვერ დაამსგავსო და არ დავამსგავსო მაგას ყველაფერს გავაკეთე იმისათვის რომ იმუშაოს მეტრომაც, იმუშაოს ავტობუსმაც, იმუშაოს სასტრაფო პირველ რიგში, იყოს განათებული, დასუფთავებამ იმუშაოს იმისათვის რომ მართლა იმაში არ ჩაიძენძოს და უბედურებაში არ აღმოჩნდეს ეს ქალაქი. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ამას რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებთ პირნათლად, იმიტომ რომ ისევ იმეორე ამას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. ამის წინააღმდეგობა ნიშნავს ნებისმიერ თბილისელს ჩააკურთხო თვალებში, იმიტომ რომ ხა თუ გააკეთებ იმას რომ ჩახერგავ ყველაფერს და ნაბიჯმანთან ვერ მოვა და ფეხბურთისთან სავანტო ან ავანტყოფთან ის არის სასტრაფო ვერ მივა, ეს იმას ნიშნავს რომ შენ ამ ხალხის მტერი ხარ და მეტი არ. გასაგებია, ბატონ გიგი, მე უნდა გითხოთ, გავრცელდა დღეს პრესაში ესეთი ინფორმაცია და დიალოგზე როდესაც ვსაუბრობდი, მაშინ მინდა და მეკითხა რომ შესაძლებელია დადგეს საკითხი, თუმცა ეს მართველი გუნდის წევრები არ ადასტურებდნენ ინტერვიუებში მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხზე. თქვენ როგორც დედაქალაქის მერი მაინტერესებს რას გვეტყვით, ანუ შესაძლებელია ეს საკითხი მართლა დადგეს ხელისუფლების მხრიდან? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მეთოდი ორივე არის დემოკრატიული. როდესაც ვსაუბრობთ, რომ აი ერთი არადემოკრატიულია, საკრებულოდან არჩევა, მეორე დემოკრატიული, ეს არ არის სწორი. წყალგამყოფი გადის დემოკრატიულობასა და არადემოკრატიულობას შორის დანიშნვითია თუ არჩევით. შემდეგ არჩევითი სხვადასხვა ვარიაციები და ოფციები არსებობს. დღეს თბილისში მოქმედებს რომ საკრებულოდან საკრებულოს ირჩევს თბილისელები და შემდეგ მე ვარ მომხრე პირადად რომ მოხდეს პირდაპირ მერის არჩევნები. 2010 წელს შემოდგომაზეა დანიშნული და იყოს პირდაპირ თბილისის მერის არჩევნები. ეს თქვენ ხართ მომხრე თუ უკვე შეჯერებული ასე ვთქვათ ვარიანტია მართლ გუნდთან? იმიტომ რომ ჩვენ შიგნითაც ისევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს ამასთან დაკავშირებით. მე პირადად ვარ მომხრე და მე გავაკეთებ ყველაფერს, დავარწმუნებ ჩემი კოლეგები იმაში, რომ ჯობია ჩვენ ჩავატაროთ პირდაპირ არჩევნები. რატომ? ერთი იმიტომ, რომ 90% ალბათ მოსახლეობის შეკითხვაზე რომელი გირჩევნათ პირდაპირ აირჩიო თუ ირიბად უპასუხებდა რომ პირდაპირ. მეორე იმიტომ რომ ეს უფრო გამჭვირვალეა, მესამე უფრო ფართო სპექტრს ადამიანებისა აქვს შესაძლებლობა ესე ვთქვათ თავისთავად წარმოუდგინონ და შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს ვის აირჩევს და დემოკრატიის ალბათ უფრო მაღალი ხარისხია. ამაზე საუბრობდა ოპოზიცია სხვათა შორის წინა არჩევნებზე სწორედ როდესაც საკრებულო მაგირჩიათ. აქ შემოდის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხები, რა თქმა უნდა აქ არსებობს რისკები, იმიტომ რომ თბილისი საქართველოსთვის არის არაპროპორციულად დიდი. 70%-ის ეკონომიკის აქ არის თავმოყრილი, პოლიტიკური ინტერესები, ყველანაირი ინტერესები აქ არის თავმოყრილი. ეს სხვათა შორის ჩვენი ქვეყნის არც თუ ისე საუკეთესო ნიშანი, იმიტომ რომ რაც უფრო ძლიერია რეგიონები, რაც უფრო დეკონცენტრირებულია ხელისუფლება, რაც უფრო მეტად ვითარდება რეგიონები, უკეთესია რა თქმა უნდა ეს თბილისისთვისაც, თუნდაც მიგრაციის თვალსაზრისით, თუნდაც სხვადასხვა იმის თვალსაზრისით, მაგრამ გარკვეულ პოლიტიკურ რისკებს ჩვენაერ ქვეყანაში ეს შეიცავს. მაგრამ ვინაიდან ეს საკითხი მუდმივი პოლიტიზაციის საგანი იყო, ჩვენ ვართ მზად
და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი დათმობაზე მიდიან. კი ბატონო. ბატონო, გიგი, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მართველი გუნდი და თქვა თანხმობა გექნა თანაგუნდელებისგან, თქვენ თუ ისევ დააყენებთ ამ კანდიდატურაზე თქვენს თავს და რამდენად გექნებათ შანსები, როდესაც სულ არის საუბარი, რომ თბილისში უფრო მეტია, ასე ვთქვათ, ისეთი ელექტორატი, რომელიც თქვენს მიმართ ძალიან კრიტიკულია და მხარს არ გიჭერთ. წინ გავასწრებთ მოვლენებს. საინტერესო უბრალოდ დააყენებთ თუ არა თქვენს კანდიდატურაზე და საუბრობთ რომ პირდაპირ წესით იქნება. მაგრამ აქ ლაპარაკი არ არის ამაზე. მე ვიყრი თუ არა კენს დღეს საზოგადოებას საერთოდ არ ანაგულებს და ძალიან სწორია რომ არ ანაგულებს. საკითხი როდესაც ამაზე დგას, ჩვენ ალბათ და მე ყოველ შემთხვევაში მე მზად ვარ და მე ყველაფერს გამოვიყენებ იმისათვის, რომ ჩემი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პარტნიორები დავარწმუნო იმაში, რომ ჯობია ჩვენ ამ გზით ვიაროთ. ვინმეს ეს დათმობაც მიაჩნია, კი ბატონო, იყოს დათმობა. ასევე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს საკითხიც, რაც მე პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც მაინდა-მაინც თუ არჩევნებზეა ლაპარაკი, მე ისევ ვიმეორებ, ჩვენ არჩევნების არც საპარლამენტოს და არც საპრეზიდენტოს არ ვნიშნავთ, იმიტომ რომ ეს არის დღეს ამ წუთას ფულის გადაყრა და ჯობია ხალხს მოვახმაროთ ის ფული ვიდრე პოლიტიკოსებს 2010-ში ისედაც არის. ამას თავაზობს თქვა ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან. არის 2010-ში დანიშნული არჩევნები, შემოდგომაზე შეიძლება იყოს გადმოტანილი გაზაფხულზე. 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვადამდელი ამას არ ქვია, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია, ესე ვთქვათ, როცა სამი თვე დარჩა ამას ვადამდელს ვერ უწოდოთ, მაგრამ ჩატარდეს 2010 წლის გაზაფხულზე არჩევნები და თბილისში ჩატარდეს პირდაპირ წესით მერის არჩევნები. მე მგონია, თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებმა შეიძლება განმუხტოს პოლიტიკური დუღილი და ასე შემდეგ და მაინდა-მაინც არჩევნებისკენ მივდივართ, მაშინ უნდა ჩავატაროთ ის არჩევნები, რომლებიც მოდის, რომ ჩვენ ვიჯდეთ იმ კონსტიტუციურ რეჟიმში, იმ კონსტიტუციურ წესრიგში, რაც აუცილებელია საბოლოო ჯამში, რომ ქვეყანას შევდგეთ. ბატონო გიგი, ხომ არ იქნება ეს ერთგვარი კომპრომისი, ხომ არ არის ცდილობა მართველი გუნდიდან რაღაც ესეთი კომპრომისი თქვენი მხრიდან, რომ იქნებ დიალოგზე, თქვა დაითანხმოთ ოპოზიცია. კომპრომისი ამას წინ სხვა შორის წავიკითხე, რომ ჩვენ საზოგადოებას კომპრომისს ვერ ვაკადრებთ. ერთ-ერთი ოპოზიციონერი წერდა. თითქოს კომპრომისი იყოს რაღაცა კნინობითი სიტყვა, რომლის ხსენება და რომლის კადრება არ შეიძლება. არა, მე გვიყვარს ხომ დათმობა დიალოგზე წამოსვლისთვის. ისე ვიმეორებ, თუ ეს ვინმე, თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, თუნდაც თქვენ, თუნდაც ნებისმიერი ჟურნალისტი ამას დათმობათ აღიქვავს, კი ბატონო, ჩვენც არ არის პრობლემა. პოლიტიკაში არც დათმობაა პრობლემა და არც კომპრომისი არ არის პრობლემა. პოლიტიკაში პრობლემა არის უპრინციპობა. კარგით. და მოუთმენლობა. კარგით, და მე რამდენიმე თემა უნდა მოვასწრო თქვენთან უკვე როგორც უშუალოდ მერთან და არა მართველი გუნდის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელთან. მოდით რაღაც ერთგვარ ბლიც ინტერვიუ გავაკეთოთ, ანუ მოკლე პასუხებს ველოდებით თქვენ, გამიტომ რომ ჩემი დრო იწურება. ერთი თქვენი როგორც მერის ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება იყო ეს თაბუკაშვილის ქუჩაზე კორპუსის დანგრევა. დღემდე იქ არ აშენებულა, ვთქვათ, ალტერნატიული სხვა შენობა და არც იმ ადამიანებს მივიღეთ კუთვნილი ფართი, როდის მიიღებს თაბუკაშვილის ცხოვრებლები, ვთქვათ, ამ ფარზე როდის დასრულდება ეს თემა. რომელიც ყველაზე ხმაურიანი იყო თქვენს მერობის კარიერაში. საერთოდ მოდი მაშინ ყველას ვიტყვი, მე მარტო ამ შენობას არ ვიტყვი, მაგრამ ეს შენობა მართლაც იყო უკანონო. ყველა კონკურსის მიხედვით, რომელიც ძველი თბილისშია 2000 წლიდან ჩატარებულა, ითვლებოდა როგორც ყველაზე სიმახინჯე, რომელიც დაიდგა ძველ თბილისში. რა თქმა უნდა, ეხა ფორმებზე შეიძლება ვიდაოთ, ეს არ იყო ესეთი ფორმით, მაგრამ მართლაც უკანონო იყო. საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია პირველი სკოლის უკან მათ შორის ამ ხალხს უშენდებათ, რამდენიმე სხვა ვალდებულებაც არის იქ უშენდებათ. პრობლემა იყო ეხლა დაფინანსების, რაც ამ კაპიტალ ვასტოკს ფირმას ჰქონდა, რომელიც აშენებს, მაგრამ მეც ჩავერია თვითონ და შესაბამისად საკრედიტო ხაზი მათთვის არის გახსნილი და ეს მშენებლობა განახდება და შეიძლება რამდენიმე თვის დაგვიანებით, ნუ ხა სახლს აშენება ჭირდება, ნულოვან სართულამდე ამოსულია და ეს სახლი აშენდება, ამის მე ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ მაქვს მე ეს საქმე და ეს შენობა აშენდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვთქვათ, რომ ეს შენობა იყო უკანონო და იყო ძალადობის შედეგი. გასაგებია, თუმცა ასევე ერთი წუთი დავასრულოთ შეიძლება. ეს შენობა თავიდან იყო 6 სართულიანი, მერე გახდა 7, მერე და ბოლოს შევიდა 13 სართულამდე, ისე რომ არც და საერთოდ ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, ისე შევიდა ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ ამ თემაზე ახლა მოდი ნუ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს თემა გადაწყვეტილია. საბოლოოდ ასეთ თემებზე შემიძლია ვთქვა, გინდაც ეს საკითხი. შემდეგ მე მეკითხოთ ის მიზა შაფის თემა ასევე აბანეთუმანში დაწყებული მშენებლობა. ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მაგაზე გადავა. რომ უნდა დაიწყოს. კი ბატონო, თქვენ გახსოვთ ალბათ ასევე ხმაურიანი იყო რუსთაველის მეტროს წინ იქ ესე ვთქვათ შუშის რაღაც პავილიონი რო იდგა. ასევე ეხლა გარაჟების დანგრევა მიშენებელი ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იყო ასეთი. რა თქმა უნდა, სხვა შორის გარაჟებსაც შეეხება, დღეს როდესაც მივდივარ
და ვესაუბრები მოსახლეობას, ერთ-ერთი ესეთი მძლავრი მოთხოვნა, რომელიც მოსახლეობიდან მოდის, არის დაახლოებით 70-30-ზე გარაჟების აღების მსურველების. მაგრამ ჩვენ ვთავაზობთ შემდეგ რამეს. ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, ჩამოაყალიბეთ ამხანაგობა, მოგმართეთ თუ გინდათ რა ავიღოთ, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეთ უმრავლესობით თქვენ. უმრავლესობას უნდა რომ ავიღოთ. კი ბატონო, ჩვენ მოგეხმარებით და შემდეგ კეთილმოწყობაშიც მოგეხმარებით. მაგრამ ყველა ის საქმე, რომელიც ეგრეთ წოდებული გახმაურებული საქმეა. მაგალითად, ავთო დავითაძეს ყოფილი გამგებლის უმსგავსი ბუტკა, რომელიც შუა ვაკეში იდგა. დაინგრა ის და მის უკან აშენდა პიქსელი, რომელიც დაახლოებით 40 მილიონიანი ინვესტიცია იყო, რომელმაც დაახლოებით დაასაქმა უამრავი ადამიანი. რუსთაველის მეტროს წინ სრული სიმახინჯე იდგა. დღეს ის არის ერთ-ერთი ყველაზე, ესე ვთქვათ, ლამაზი და მიმზიდველი ადგილი. იგივე თაბუკაშვილის მაგივრად აშენდება სასტუმრო, რომელიც ისევ ამ ხალხს დაასაქმებს, ისევ ჩვენი თაბუკაშვილზე იყო ძალიან დიდი დავა ამ ფორმებზე, მაგრამ აღარ არის დრო ბატონო გიგი ამაზე საუბრის ცოტა დრო მაქვს. რა თქმა უნდა, სასიამოვნო საყურებელი საერთოდ ნებისმიერი მძიმე გადაწყვეტილება ნიშნავს, იმიტომ არის ის მძიმე, რომ საყურებლათაც მძიმე, აღსაქმელათაც, გადასატანად, ფსიქოლოგიურად და ბუნებრივია ამას მეც განვიცდი და ნებისმიერი ადამიანი. და განსაკუთრებით ის ადამიანი, ვინც იქ ცხოვრობს. მეორეს მხრივ გავა დრო და გავიდა დრო და თვითონ ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახავთ, რომ საბოლოო ჯამში ეს იყო მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ქალაქისთვის სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ამ ქალაქს მხოლოდ და მხოლოდ მე აუცილებლად უნდა გითხოთ მირზაშაფის თემაც, რომელიც ბოლო დღეებშია ყველაზე აქტუალური, ასე ვთქვათ, იქ თბილისის ხამქარის წარმომადგენლები დადიან და არის მუდმივი პროტესტის თემა, ვთქვათ, ეს ტერიტორია მთავარსაბაბად სახელდება ძველი თბილისის იერსახის დამახინჯება და რაღაც კლდის ჩამონგრევა და მოჭრა. თქვენი მოკლე განმარტება რა კეთდება მირზაშაფზე და დაზიანდება თუ არა? სამოვიღე და საზოგადოებას მინდა წარუდგინო რა იყო და ის რა იგეგმება. და რატომ საერთოდ ეს მithქვა-მოთქვა იყო მართლაც ჭიქაში ხარისხალი, იმიტომ რომ გადაწყვეტილება რეალურად გერგეს, ანუ განაშენიანების რეგულირების გეგმის მიცემის მივიღეთ გუშინ საღამოს. ანუ პრაქტიკულად ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებითაც მირზაშაფი განვითარდება. აქ იყო დასახლება, სადაც ერთი ძეგლი იყო, რომელიც მეოთხე კატეგორიის ავარიულობით ხასიათდებოდა და მისი აღდგენა შეუძლებელი დანარჩენი იყო ბარაკები. იქ არ არსებობდა კანალიზაცია, საერთოდ არასდროს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის გამო გამოიგრა ის კლდე თქვა, რასაც ყველაზე მეტად აპროტესტებდა. რომ კანალიზაცია უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, მანქანების სადგომი ქვევით უნდა გაკეთდეს, იმისათვის რომ საზოგადოებრივი სივრცე მეტი იყოს და ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა. იქ შენდება ისევ მეორე ფაქტიურად ძველი თბილისის ნაკრები იქნება, ანუ ის შენობები, ის ნაგებობები, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში თბილისში დაინგრა მე-19 საუკუნეში, მე-18 საუკუნეში, რომელთა ანაზომები არსებობს, მათი ასლებით იქნება გაკეთებული, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ის იერსახე შეიცვალოს, მაგრამ ის არსებითად იქნება ჩამჯდარი ძველი თბილისის ესთეტიკაში. ის რაც იყო, იქ იყო გაუსაძლისი პირობები ადამიანებისთვის, საერთოდ ძველ თბილისში ეგ პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ არ არის ძირითად შემთხვევაში კანალიზაცია, არ არის წყალი, ხალხს უწევს რაღაცა სიარული, იმისათვის წყალი მოიტანოს, მანქანა იქ ვერ მიდის, ბავშვს სათამაშო არ აქვს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ შენარჩუნდება ძველი თბილისის იერსახე, ამაზე რო ვიმასუხოთ. საერთოდ ერთი რამე მინდა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ძველი თბილისის რეაბილიტაცია გარდა მირზაშაფისა, აქეთ ასე ვთქვათ კალაში მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ერეკლეს მთელი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ტურისტული მარშრუტის ეგრეთ წოდებული, რომელიც იწყება ბარათაშვილიდან და მთავრდება სამღებროს ქუჩაზე და შემდეგ უკვე ბოტანიკური თადის ბოტანიკურზე და კალაში და გადადის მირზაშაფზე. ანუ პრაქტიკულად ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ძველ თბილისში დაახლოებით 1-4-5 საათი ადამიანს შეიძლება უწყვეტად იაროს ისე რომ მანქანამ არ შეაწუხოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მანქანების ნაკადი ისევ მართოთ, რომ მანქანა არ შეუშალოს იგივე სადგომების თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთადერთი საკითხია, რომელიც მე დარწმუნებული არ უნდა იყოს პოლიტიზაციის საგანი. ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი ის არის, როდესაც საუბრობენ სოციალურ რაღაც ანეკდოტური ისტორიაც იყო, ერთ-ერთმა ხელოვნებაცოდნემ მომიყვა, რომელიც იქ იყო, აქციები ტარდებოდა. ხაინდრავა როცა მივიდა, ხაინდრავაც ყოფილა აქციაზე, მე არ ვიცოდი. გოგა ხაინდრავას ყოფილი იყო. ნახა ეს ვარაყა შენდებოდა და შემდეგ უთხრეს ამის საპროტესტოდ ამოვედით და მე დაიწყეს გაპროტესტება. ეხლა რეალურად ის რაცაც საზოგადოება ხედავს და საზოგადოებას ჩვენ წარუდგენთ. შეიძლება ვიღაცამ იკამათოს, რომ ფორმებია გასაიდუმლო, არაფერი გასაიდუმლოებული არ არის, როდესაც სამმა კომისიამ გაიარა ეს და ეხლა საზოგადოების სამჯავროზეა გამოტანილი, ეს ჯერ არის განაშენიანების რეგულირების გეგმა, ანუ ინდივიდუალური პროექტი კიდე დაიხვეწება, იქ შეიძლება ცოტა მავრიტანული სტილი ვინმეს არ მოწონს, ცოტა უფრო მეტად აზიური უნდა, ან უფრო მეტად თბილისური, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ჩაეწერება
ემყარება ძველ თბილისში და ბევრად უფრო მრავალფუნქციონურს და ბევრად უფრო მიმზიდველს გახდეს ძველ თბილისში. ძალიან მოკლედ მიპასუხეთ ამ კითხვაზეც. ძალიან ხშირად ისმის ხოლმე პრეტენზიები მერის მიმართ, თქო, როდესაც არის საუბარი ნებართვების გაცემაზე, ნებისმიერი საკითხის გადასაწყო და თბილისელებს უწევთ მერიაში მისვლა, თქვათ, და ქალაქის მთავრობასთან ურთიერთობა და არის საუბარი, რომ ეს საკმაოდ გართულებული პროცესია. თუ იგეგმება რაიმე სახით, თქვათ, გამარტივება, ადრევე მახსოვს ვკეთებოდა გაცხადებები მეგობრულ სერვისს თავაზობდით, თუ არ ვცდები მოქალაქეებს ეს გაკეთა თუ არა. ძალიან მოკლე პასუხი და ბოლო კითხვაც მოვასწრო. რაც შეეხება ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბიუროკრატიის მინიმიზაცია. დღეს იმიტომ იყო სწორედ რომ ჩვენ გარკვეული თანხა დავხარჯეთ რომ ერთ შენობაში გადასულიყო მთელი მერია, იმიტომ რომ მერიის ყველა სერვისი და სამსახური იყო სხვადასხვა თბილისის სხვადასხვა ადგილას. თუმცა პრეტენზიები და შენიშვნები მაინც არის დღემდე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაახლოებით 2000 ადამიანი მოდის დღეს. ამიტომ ჩვენ დავამატეთ იქ ხალხის, დავამატეთ ესე ვთქვათ ფანჯრები, ასე შემდეგ გადავდივართ და გადავიტანეთ ელექტრონულ წარმოებაზე, რაც თავარია არქიტექტურის შესახებ კანონი მთლიანად გამარტივდა მთავრობის განკარგულებით კეთდება, ანუ კოდექსი მივიღეთ, რომელიც ბევრად უფრო ამარტივებს ფაქტობრივად აგედეს გაცემა რამდენიმე კვირაში უკვე შესაძლებელი გახდება ონლაინ რეჟიმში, ანუ ადამიანს არ დაჭირდება მოვიდეს თლისე შეავსოს აგედე. ქალაქის გარეუბნებში ტიპიური პროექტები იქნება, რომელსაც პირდაპირ შეუძლია ფაილი ჩამოტვირთოს და იმ მთლიანი ან მუშა პროექტი იქნება, რომლის მიხედვითაც, ანუ 60 ვარიაცია იქნება და თვითონ ადამიანი გადაწყვეტს და საერთოდ მოსვლა არ დაჭირდება პირდაპირ იმ პროექტით ეს მიხედვით გააკეთებს. ანუ ამდაგვარ სერვისს ჩვენ თავაზობთ იმისათვის, რომ მთლიანად გამარტივდეს. საერთოდ თუ ჩვენ გვინდა და ქვეყნის მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ ჩვენი ეკონომიკა რაც უფრო მეტად დერეგულირებული იქნება, რაც უფრო ნაკლები ბიუროკრატია იქნება, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ბიუროკრატია და რაც უფრო მარტივი იქნება წესები, მით უფრო ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას და მიმზიდველ ქვეყანად და ქალაქად ჩამოყალიბებას. გასაგებია და ბოლო კითხვა ისევ დავუბრუნდები მთავარ მოვლენებს. თქვენზე სხვა შორის სულ არის ხოლმე საუბარი, რომ ქალაქის მერია და ხშირად აკეთებს ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს, რომ თქვა ძალიან ხმაურიან, რის გამოც ხშირად გაკრიტიკებენ ხოლმე, მაგრამ გადაცემის ბოლოს მაინც უნდა მოგთხოვოთ ასე ვთქვათ პოლიტიკური განცხადების გაკეთება. დედაქალაქში აქციები იგეგმება, ჩვენ ამით დავიწყეთ საუბარი. თქვენი როგორც მერის პროგნოზი, რა მოხდება თბილისში, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლებელია თუ არა ვთქვათ ხელისუფლებამ გარკვეული მოთხოვნების შესრულებაზე ნაწილობრივ მაინც დათანხმდეს ოპოზიციას. ჩემი ნატურაა რომ საერთოდ არ დამჭირდეს პოლიტიკაზე ლაპარაკი, ახლა ჩვენ დაახლოებით 9 საათი ვლაპარაკობთ და 25 წუთი პოლიტიკაზე იყო და 5 ქალაქზე. მე შემიძლია ვთქვათ ნიძლავი დაგიდოთ რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შეიძლება სხვა პროპორცია უფრო აწყობდეს, იმიტომ რომ ქალაქზე ძალიან ბევრი რამეა სალაპარაკო იქ საწოლების თემა, პოლიტიკურად ცხელი პერიოდია ხოლმე მაინც პოლიტიკა. ხშირად ჟურნალისტების პრეფერენცია, საზოგადოების პრეფერენციას არ ემთხვევა ხოლმე. მეც ჟურნალისტი ვიყავი და რაც მეგონა რომ თავარი იყო, როცა მე ველაპარაკებოდი ხალხს, არც ის რომ თავარი აღნიშნდება. თუმცა თქვენ არა მხოლოდ მე აღიქვამთ როგორც სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი. მეორე მხრივ ეს მით უმეტეს თუ პირდაპირ არჩევნები იქნება აგებ, ჩვეულებრივი არჩევითი თანამდებობა, პოლიტიკური თანამდებობა, პოლიტიკური განცხადებები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი რამ არის, ამიტომ და ამდენად ხმაურიანი ახ მე არ ვიცი, ხმაურიანი რა ვთქვა ამის თანა, მაგრამ თავარი არის ის, რომ მე პროგნოზს ახლა იმას არა ხელისუფლების სახელით მაინტერესებს თუ იყო შესაძლებელი. არაფერი არ მოხდება, ყველაფერი ჩავლის ნორმალურად, მშვიდად, თავარია რომ თავისი პასუხისმგებლობა იგრძნონ ორგანიზატორებმა და გაემიჯნონ ნებისმიერ ძალადობას და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ძალები. ხელისუფლება რაც შეეხება ჩვენ მოწოდებული ვართ იმისკენ, რომ დავიცვათ წესრიგი. მეტი არაფერი და არაფერი. წინ არის აღდგომა, 9-დან 18-მდე არის მძიმე მარხვა და არ ამგონი რომ ისა რა ქვია ჩვენმა პოლიტიკურ ოპონენტებმა ამ დროს მიუხედავად მძიმე მარხვის და მძიმე გადაწყვეტილებები მიიღო. გასაგებია, დიდი მადლობა. ეს ქვეყანას დააზარალებს მხოლოდ მეტი არაფერი. დიდი მადლობა, ეს იყო დედაქალაქის მერის პოზიცია, გიგი უგულავა იყო ჩემი სტუმარი, მე გემშვიდობებით მან ერთი ახალი გადაწყვეტილება თუ ინიციატივა მართველი გუნდის გაახმოვანა, რომ შესაძლოა 2010 წელს იყოს მერის პირდაპირ წესით არჩევანი, ეს ნამდვილად სიახლე იყო, დიდი მადლობა. მე კი მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით და მომავალ პარასკევს კვლავ კვირის მთავარი თემით დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.